გამარჯობა ჩემო ბატონო, იხარეთ. მე დღეს ესე იგი გია მაისაშვილი, ჩემი მეგობარი, კოლეგა და არაჩვეულებრივად ჭკვიანი კაცი დღეს სტუდიაში მყავს, ამის ძალიან მოხარული ვარ, რადგანაც ძალიან საინტერესო ისტორიულ მომენტში გვიხდება ეს საუბარი. გუშინ შედგა პრაიმერი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მომიხსენებათ და რესპუბლიკურ პარტიაშიც და დემოკრატიულ პარტიაშიც ორივეგან გაიმარჯვა ისეთმა კანდიდატმა, რომელიც ბოლო 30-40 წლის მანძილზე და უფრო მეტიც მიჩნეული იქნებოდა რადიკალად. მემარჯვენე ფლანგზე გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა, რომელიც საკმაოდ უცნაური, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოთქმებით გამოირჩევა და ძალიან შოვინისტური განწყობებით ტრაბახობს და ამას არც მალავს და პირდაპირ შეტევაზე გადადის პრესაზე, არაპოლიტიკურად კორექტულია და მაინც იმარჯვებს დიდი სხვაობით და ამარცხებს ისტაბლიშმენტის კანდიდატებს, მათ შორის პრეზიდენტ ბუშის ძმას და შვილს, ესე იგი პრეზიდენტების ოჯახის წარმომადგენელს ძალიან დიდი უპირატესობით და სხვებსაც, სენატორებს, კონგრესმენებს და კიდევ უფრო საინტერესო ფაქტია, რომ კლინტონების რაღაც ძალიან განსწავლულ პოლიტიკურ მანქანას და ძალიან ძლიერ კანდიდატს, ქალ კანდიდატს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ პირველი ქალი პრეტენზია პრეზიდენტი გახდეს ამერიკის ისტორიაში, ჰილარი კლინტონს დიდი უპირატესობით უგებს ბერნი სანდერსი, ერთადერთი სოციალისტი ამერიკის, მე მგონი ისტორიაში, სენატში ერთადერთია ნამდვილად, ვერმონტის შტატიდან, არაჩვეულებრივად კარგი ადამიანი, რომლის მიმართაც სიმპათიები ბევრ კარგ ადამიანს აქვს, მაგრამ რომელზეც არავინ არასდროს არ იფიქრებდა, რომ ეს ადამიანი შეიძლება ამერიკაში სოციალისტი როდისმე მოიგებდა პრაიმერის. ეს იყო წარმოუდგენელი 2 წლის წინათ ჩემთვის რო ეთქვა ვინმეს ნიძლავი დაედო, დაუდებდი 100-ით 1-ზე, მაგრამ ეს ძალიან ბევრ მემარცხენეს ახარებს კიდევაც, ეს ფაქტი ოკუპაი უოლ-სტრიტს ალბათ და ძალიან ბევრ ესეთ პროგრესულ ადამიანებს ახალგაზრდები უჭერენ მხარს, ბევრი, რაღაცა პატარა შეწირულობებია, ბევრიო ძალიანო, მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტია და ეგიასთან საუბარს თავიდივიდო დავიწყო. ერთი შეუწოვროთ ირაკლი ჩვენ სტუდიის მიღმა უფრო ბევრი ვილაპარაკეთ და რაღაც დაგვრჩა სალაპარაკო, მაგრამ პრაიმერი ერთ-ერთ შტატში გაიმარჯვა და ერთ შტატში ნიუ-ჰემპშირია ხო რა თქმა უნდა ეს პირველი მარათონია ეს დასაწყისია. მაგრამ რა არის? აი ეხლა მე მინდა რომ ვაინც განვიხილოთ სოფლიო სიტუაცია. რაზე არის მიმანიშნებელი ესეთი ასე ვთქვათ პოლარიზაცია. მე მახსოვს პატ ბიუკანენმა გაიმარჯვა 92 წელში და ამაზე იყო 16-შიც, ხო, ნიუ-ჰემპშირში და ამაზე იყო ხოლმე მაშინ დიდი ამბავი. აი უკაცრავ შენ სწორი ხარ. 12-ში ბუშს მოუგო, მამა ბუშს. აი ეს ერთადერთი შტატი იყო, სადაც გაიმარჯვა და ყველგან დამარცხა. პატრიკ ბიუკენენი ახლა ტრამპთან შედარებით ის არის, რა ქვია, დედოფალი მარგო. იმდენად აბსოლუტურად ზომიერი ტიპია. ტრამპი პირდაპირ შეიძლება ითქვას პირდაპირ შოვინისტი ფაშისტია, რომელიც არ მალავს ამას. და სარაპეილინი უდგას გვერდში და იგებენ მაგრა. და ამავე დროს მეორე მხარეს ბერნი სანდერსი, რომელიც პირდაპირ ამბობს სოციალისტი ვარო და ეს სიტყვა ამერიკაში გინების ტოლფასი იყო. და დღეს იგებს და ახალგაზრდობა დიდი ახალი თაობა 16-დან 34 წლის ასაკამდე აქვს თურმე ქალებში ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ჰილარიზე. კაცებზე აღარ არის ლაბორატორია. ყველა სოციალურ ჯგუფში ლიდერობს დიდი უპირატესობით ბერნი სანდერსი არის 74 წლის კაცი, რომელიც არის არანაირ არანაირი ქარიზმის მატარებელი არ არის, გარდა იმისა, რომ რადიკალური ამერიკისთვის ძალიან რადიკალური აზრები აქვს. ანუ საყოველთაო ჯანდაცვა ერთი შეხედვით ეს არ უნდა იყოს რადიკალური, ხო? ისეთ მდიდარ ქვეყანას როგორც ამერიკა, საყოველთაო ჯანდაცვა რო ჰქონდეს, ეს არ უნდა იყოს რადიკალური, მაღალი გადასახადი ძალიან მდიდარ ნაწილს და ბერნი სანდერსი ამბობს, რომ 1%-ის 1/1000 ფლობს უფრო მეტ სიმდიდრეს, ვიდრე დანარჩენი 80% ყველაზე ღარიბი მოსახლეობას. წარმოუდგენელი დიფერენციაცია სიმდიდრის. ეს პრინციპში სიმართლეა რა. სიმართლეა, აბა სტატისტიკა არასაკურველია, აბა ტყუილს ვინ ათქმევინებს, პრესა ყველა ჩასაფრებულია, ყველა სიტყვაზე ეკიდებიან. ქართული პოლიტიკა რასაც გინდა იტყვი არ არის. თვითონ სიტყვაზე პოლიტიკოსი პასუხს აგებს და თუ კი ტყუილს იტყვის, იმ პოლიტიკოსს უდაწავა საქმე.
ხო და შენ თქვი რომ რისი მანიშნებელია მეორეს მხრივ რესპუბლიკური მემარჯვენე პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლები მთლიანად ასე ვთქვათ არც ერთი რესპექტაბელური ჩემს თვალში არც ერთი არ არის ბუშის გარდა ანუ ეს ბუში შედარებით ზომიერია ეს შედარებით ზომიერია დანარჩენი არიან ფაქტიურად ულტრარადიკალური მოფაშისტო ტიპაჟები რომელთაც ეს ამერიკაში ესეთი გამონათქვამია ჩვენ რომ შოვინისტს და ულტრანაციონალისტს ვეძახით ესენი ეძახიან ნეიტივისტს ანუ ნეიტივ არის პრაქტიკულად კუკლუქს კლანის გაგრძელება უგუნთ კოსტუმებში გამოწყობილები და ეს ხალხი მოითხოვენ რომ ამერიკა კლავაც დაუბრუნდეს თავის სიდიადეს აშენონ კედელი სამხრეთ საზღვარზე მექსიკის მასთან რა ქვია საზღვართან დაახლოებით 12 მილიონი არალეგალური ემიგრანტი ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 მილიონი და ტრამპი პირდება ხალხს რომ ამ 12 მილიონის დეპორტაციას მოახდენს ეს ფაქტიურად შეუძლებელია წარმოუდგენელია როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად იმიტომ რომ მათ შვილები ყავთ და ის ხალხი ვინც დაიბადა ამერიკაში უკვე ამერიკის მოქალაქეა და როგორ გინდა ეხა 2 წლის 3 წლის 10 წლის ბავშვს დედა და მამა მოსტაცო და გაუსახლო ქვეყნიდან და ისინი პატარა მშობლები აბსოლუტურად არარეალურ თუ არ გახდა დიქტატორი ტრამპი რაღაც სისხლიანი დიქტატორი აბსოლუტურად არარეალურ რაღაცებს ამბობს მაგრამ თავის დროზე ჩვენ გვახსოვს მიშა სააკაშვილიც ძახთა კაი დაპირებებს და მე დაიწყო ხალხის დაჭერა რა იმას არ გამოვიდა საქართველოს იმხელა მასშტაბებს ვერ მიაღწევ როგორც ამერიკაში და ამერიკაში არასდროს არ ყოფილა ჯერ ნუ აი თქვა ჯორჯ W ბუშია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სამართლებრივად, მაგრამ იმას ხა ვოტერბორდინგი გამოიყენა საშინელებები გააკეთა გარეთ, მაგრამ შიგნით ახლა მთლად ესე ვერ. ამასთან შედარებით ანგელოზია. შენ საქართველოში თუ გახდი პირველი პირი, შეგიძლია ყველაფერი გააკეთო. აქ შემაკავებელი აღარაფერი არ არსებობს და იქ პრეზიდენტის შემაკავებელი არის კონგრესი. ბევრი ფაქტორია რა თქმა უნდა. Supreme Court როგორ არის უზენაესი სასამართლო შტატები სამოქალაქო საზოგადოება მოკლედ ეს საშიშროება იქ რო დიქტატორი გამოსდება ჩვენ იქნებ ესეც დავსვათ ხომ არ არის ეს საყოველთაო ლიბერალიზმის შენ თქვი ლიბერალიზმის კორუმპირებულობის კრიზისი ხომ არ არის ზარია ვიღაც რეკავს ჩემო ბატონო ვიღაც კი არა პატივცემული მოქალაქე რეკავს ჩემო ბატონო გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ და ამის მერე ვისაუბრებთ კიდევაც ამაზე ბატონო ირაკლი გამარჯობათ გისმენთ ჩემო ბატონო დიახ, გამარჯობათ. ჩემო ირაკლი, მე მგონი ტროცკისტული მეთოდებით ხალხთან გასწორება, ხო? ესე იგი თქვენ კარგად იცით რა ხალხს უსწორდებოდნენ რუსეთში ტროცკისტული მეთოდებით, ხო? თვითონ ტროცკი. წლების განმავლობაში დაავიწყდა ხალხს ამაზე მხოლოდ წიგნები არსებობს და თუ სადმე ვინმე წაიკითხეს ბიბლიოთეკა ვისაც აქვს სახლში მაგრამ თქვენ იცით რომ თბილისში არის ასეთი შემთხვევები იშვიათი მაგრამ აქვს ამას ადგილი ის არ არის ყოველთვის აფეთქება აი ხალხი რო იღუპება გაზის გამონაბოლქვებითო და გაზი აფეთქდა და რაღაცა რასაკვირველია ამას იტყვიან ეს ამას უკვე აქვს ადგილი და ამის დამტკიცება არც ისეთი რთულია. ანუ ტროცკისტები აფეთქებენ ადამიანებს, აქ ტროცკისტები აკეთებენ ამას. მე ხო არ მესმის ბატონო ირაკლი თქვენი როცა დავამთავრებ გეტყვის რომ ამას ადგილი აქვს. ამას აქვს ადგილი და აი ეს რა ტელევიზორში ამაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულიც არის, იმიტომ რომ ეს დიდი თემაა ძალიან. ეხლა ისეთ ხალხს აქვს ეს ეტყობა დავალებული, რომელსაც ანაბანა არ ესმის ამ ქვეყანაზე. როგორც ადრე იყო. როგორც ადრე იმ პერიოდში იყო. სადისტები და ჯალათები და ტერორისტები. იყენებდნენ ასეთ ხალხს, მაშინ ტროცკი იყენებდა გაუნათლებელ ხალხს. აი ეხლაც ანალოგიურია და განათლებულებს და მოაზროვნე ხალხის ჩაძირვა, რატომღაც უკვე რაღაც მოდაში შემოდის. დანარჩენი ახლა უკვე თქვენ მე გითხარით მონახაზი, პატარა ჩონჩხი. უბრალოდ ჩონჩხი და მეტი არაფერი. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ეს იყო, ფანტაზია იყო, ასე ვთქვათ, ესეთი ჰორორ ფანტაზიის სტილში იყო, ტროცკი აღდგა მტრეთით, ფრიდა კალო წინა იმაზე მყავდა ერთი ის გავაკეთე, ფრიდა კალო და სტალინი და
ბოლოს ესე იგი ქალბატონმა ესე სწორად ჩაერთო მაგ განხრით ფრიდა კალო სტალინის უჩქმიტა ლოყაზე და სტალინი დასველდა და ასე დამთავრდა ეს გადაცემა და რა თქმა უნდა ეს გასაგებია ქალბატონო თქვენი მოსაზრება ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ სწორედ აი ამ კრიზისზე მთელ მსოფლიოში რაც არის და ამერიკაშიც ხომ არ არის ეს ნეოლიბერალიზმის და ლიბერალიზმის კრიზისი ან კიდევ პოლიტიკური ისტაბლიშმენტის რომელიც ლიბერალურია პრინციპში ხა მთელი მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ნეოლიბერალური ეკონომიკის ხადაგებელია და იგივე ბუშების და კლინტონების და ასე შემდეგ მათი კრიზისი ხო არ არის რომ აი ერთი მხრივ ეს რედნეკები წითელკისრიანები ტრამპის ამომრჩევლები და მეორე მხრივ ახალგაზრდობა სტუდენტები ეს ოკუპანტები ეს უოლ-სტრიტის ოკუპანტები მათ წინააღმდეგ გამოდიან და უკვე აშკარად ჩანს სიძულვილი ამ სისტემის მიმართ ხომ არ ახლოვდება ნეოლიბერალიზმის კრიზისი მთლიანად ამერიკაში პოლიტიკური კრიზისია ის რომ ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალო ფენა მათი შემოსავლები მათი მომავლის პერსპექტივა სტაგნაციის მდგომარეობაშია რომ ცოტა ნაწილი საზოგადოებისა ფლობს უზარმაზარ სიმდიდრეს გავლენას კეთილდღეობას მაშინ როდესაც ძალიან დიდი ნაწილი ადამიანებისა განიცდიან უკუსლას და ამ ფონზე პოლიტიკური სისტემა ვერ ახერხებს ამერიკის საზოგადოების პრობლემების გადაჭრას ვერ ახერხებს განათლების პრობლემის გადაჭრას ეკონომიკის პრობლემის გადაჭრას ჯანმრთელობის დაცვის და დაზღვევის სისტემის გადაჭრას და ამ ყველაფრის ფონზე არის იმედგაცრუება საზოგადოებაში იმ ადამიანებისა, ვინც ოფიციალურ პოლიტიკაში და ოფიციალურ სტრუქტურებში, სახელმწიფო სისტემაში, დიდ ბიზნესში, თუ კერძო სისტემაში, კერძო სექტორში, თუ საზოგადოებრივ სექტორში, აი ამ აქ გაბატონებული რასაც ისტაბლიშმენტს ვეძახით ჩვენ, ისტაბლიშმენტი ვინ არის? ვინც არის ფაქტიურად სახელმწიფო თუ კერძო ელიტას წარმოადგენს, როგორც ბიზნესში, ასევე აკადემიაში, ასევე მთავრობაში და რაშიც გნებავთ. აი ამ ადამიანებისადმი არის უკვე მოუთმენლობა, იმიტომ რომ ამდენი ხანი ეს ერთი და იგივე ადამიანები ამ პრობლემას, ფუნდამენტალურ პრობლემას ამერიკული საზოგადოებისას ვერ წყვეტავენ და როგორც მემარჯვენე ფრთაზე არის უკიდურესი რადიკალიზაცია, ასევე მემარცხენე ფრთაზეც არის უკიდურესი რადიკალიზაცია. ამას ემატება ეს გლობალიზაციის პროცესის დაჩქარება. რა ხდება? ჩვენ ვილაპარაკეთ წინა გადაცემაში, რომ ეს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, ციფრული ტექნოლოგიები, რობოტიზაცია, დიჯიტიზაცია, გენეტიკური რევოლუცია, არ ვიცი, ყველა სფეროში, უზარმაზარი ტექნიკურ მეცნიერებში განსაკუთრებით და ეს იმდენად სწრაფად ცვლის გარემოს, რომ ეს ადამიანები ფაქტიურად შეშინებულები არიან, დაბნეულები არიან, ცვლილებას ადამიანი ვერ პასუხობს ეფექტურად თუ მას არ ყავს ვინმე გზის გამკვლევი, მას არ ყავს ჩამოყალიბებული მკაფიო სქემა, საით მიდის, როგორ უნდა წავიდეს, ხედვიანი და ეხლა ამ სიტუაციაში, როდესაც მისი მომავალი ეჭქვეშ არის, სასწორზეა შეგდებული და ამხელა ცვლილებები ხდება მთელ მსოფლიოში, ერთის მხრივ რაღაცა აი ტექნოლოგიურად დიდი შესაძლებლობები აქვს ადამიანებს, მეორე მხრივ საშიშროების მომცემია და ეს აძლევს ძალიან დიდ ზეგავლენას მთავრობაზე. ამ ახალ გარემოში მთავრობებმა აღარ იციან როგორ მართონ, როგორ გადაწყვიტონ პრობლემები და არა აქვს ხედვა. მთავრობებსაც არა აქვს ხედვა. და ის ძველი სისტემა, ძველი მექანიზმი, რაც აქამდე აი ამ რადიკალური გლობალიზაციამდე მთავრობებს ფაქტიურად ასე თუ ისე ამართვენებდა ქვეყანას, ესაც დაიშალა. ანუ მთავრობაც უზარმაზარი გამოცდის ქვეშაა, ძველ სისტემაზე, მექანიზმზე აწყობილი სამთავრობო მექანიზმი პრობლემას ვეღარ წყვეტს. ვერც ეკონომიკის, ვერც სოციალური საკითხების, ვერც განათლების, ვერც საგარეო პოლიტიკის, ყველა სფეროში კრიზისია და რადგანაც მთავრობა ამ კრიზისთან არის ასოცირებული, ამ ყველაფერს უცხადებს პროტესტ და ამომრჩეველი და ეს პროტესტი ხდება რადიკალური. საოცარი დრო არის. კიდევ ზარია თუ არ ვწდები. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, კიდევ თუ ხართ ბოდიშს ვიხდი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ფრაზებს ამბობდა ბატონი გია და არ გავაჩერე და თუ კიდევ ეთერში ხართ, მოგმართეთ ჩემო ბატონო, პირდაპირ ეთერში ხართ ჩემო ბატონო.
ალო, მოგესალმებით ბატონებო, გამარჯობათ. გისმენთ ჩემო ბატონო. ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოვიხადო, ახლა შეკითხვის დასმას არ ვაპირებ. დიახ, გისმენთ. უბრალოდ გადავრცე და დავინახე ბატონი გია სტუდიაში და ბატონ გიას მინდა ორიოდე სიტყვა უთხრა. ბატონო გია, მოგესალმები სულით და გულით. ზოია მაისაშვილი რუსთავიდან. მადლობა. მეც მოგესალმები. გაიხარე, შემოგევლე და გენაცვალე, შენი ჭირიმე. მაგრამ ძლიერ უნდა იყო, იმიტომ რომ თქვენ და თქვენაირები ბეწვის ხიდზე შემდგარ, ჩვენ სამშობლოს სჭირდებით. დიდი მადლობა. გაიხარეთ ქალბატონო. გაიხარე, გია გენაცვალე, აბა შენიც. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. აი ახლა ეს რა არის, ძალიან საინტერესოა ქალბატონმა მაისაშვილმა დარეკა ახლა და შენი მოგვარია და მე მაგალითად ეს ნაწილია ხო შეგრძნება მაქვს იმის ისტორიას ეს ნეოლიბერალური ელიტა ძალიან შორს არის ნამდვილი ხალხისგან აი ნამდვილი ხალხი ესენი არიან და რეალურად მათ აქვთ შეგრძნება ნამდვილი ცხოვრების ჰარტი და ნეგრი წერენ სხვათა შორის თავის ამ Commonwealth-ში ერთ-ერთი 2011 წელს გამოქვეყნდა ეს წიგნი რომ იმდენად მოშორებულია ეს ლიბერალური ელიტა ხალხის ნამდვილ სასიცოცხლო საჭიროებებს თუ პრობლემებს თუ სიხარულებს თუ ბედნიერებებს ყველაფერს მოშორებული არის მათთვის ბედნიერება სხვა რაღაცა არისო ბედნიერება სულ სხვაგან არისო და მათთვის სხვა რაღაც იმდენად დიდი სხვაობა არის რომ რაღაცა აფეთქების წინაშე ვდგავართ და ეხლა რაზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ და კიდევ პროცესები რომელზეც კიდევ ვილაპარაკებთ ჩვენ და მე იმედი მაქვს ამასაც განვიხილავთ ევროპის პროცესები ეს კი ცალკე საკითხი ევრაზიის კონტინენტის პროცესები როცა უკვე ათასობით ადამიანი ფეხით მიდის კაბულიდან ბერლინში ესეც ძალიან საინტერესო და საკმაოდ ესეთი დიდი კატაკლიზმი არმაგედონული მომენტია რა და აი დაიწყო ესეთი კატაკლიზმური პროცესები ამერიკელი ამომრჩეველი ამ დროს ნიუ-ჰემფშირში რა თქმა უნდა ერთ-ერთ შტატში შეიძლება ეს აღარ განმეორდეს რა თქმა უნდა ისტაბლიშმენტი ახლა ტრილიონებს ჩადებს იმაში რომ ამ კანდიდატებმა ორივე კანდიდატის წინააღმდეგ ძალიან დიდი ფული ჩაიდება ახლა და ყველაფერი მოხდება შეიძლება მოკლან კიდევაც ორივენი თუ ვერაფერი ვერ მოხერხონ მაგრამ გაუჭირდება ორივეს გასვლა ახლა პირდაპირ თქვა ახლა სანდერსი და მე ძალიან მომწონს სანდერსი მაგრამ ვერც სანდერსი და ტრამპი რომელიც არ მომწონს ისიც ორივეს ძალიან გაუჭირდება გასვლა იმიტომ რომ მთელი ახლა ნეოლიბერალური ელიტა შეიკრიბება და ყველაფერს იზავს რომ ერთ-ერთი ვერ გავიდეს მაგრამ თავისთავად ხალხმა თავისი რაღაც სიტყვა თქვა და რა არის ამ კრიზისის მთავარი მიზეზი რას ფიქრობ ნეოლიბერალიზმის ამ სისტემის რა მოხდა აი მე მგონია რომ მოხდა გადაჯაჭვა რამოდენიმე მომენტის ძალიან სწრაფი ტექნოლოგიური რევოლუცია რომელიც საშუალებას აძლევს საზოგადოებას ძალიან სწრაფი განვითარებისა მეორეს მხრივ ბაზრის აი ნეოლიბერალ ღია ბაზრის თავისუფალი ბაზრის უკიდურესი გლობალიზაცია და აი ამ ბაზრის გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური ცვლილებების ერთობლიობამ შექმნა ისეთი სამყარო, სადაც ცვლილებებით ახსავსია ეს სამყარო. ძალიან სწრაფი ცვლილებებია და ვერ ეწევა ადამიანების უმრავლესობა ამ ცვლილებებს. და ეს ადამიანების უმრავლესობა არ არის ამით ეკიპირებული, აღჭურვილი იმისათვის, რომ ამ ცვლილებებში ფაქტიურად დაინახოს თავისი თავი სტაბილურ გარემოში, წარმატებული, წარჩინებული. და ამას ემატება ამავე ცვლილებებისა გამო თავრობები და ყველა ინსტიტუციის კრიზისია. ყველა ინსტიტუცია, ეს სახელმწიფო იქნება, არასახელმწიფო იქნება, კერძო იქნება, კრიზისია ფაქტურად პრობლემებს ვერ ჭრიან. გარკვეული ტიპის კორუფცია არის შეპარული ყველა ამ იმაში. არა მარტო კორუფცია, არამედ არა მაქნისობა რა არა კომპეტენტურობა ამ ახალ გარემოში ეფექტური და სამართლიანი ფუნქციონირებისა და ეს ამხელა მასა ზღვა ადამიანებისა მათი შიში მომავლისადმი გაურკვეველი მომავლისადმი შიში აყალიბებს ხო რასაკურველია მე ამბოხე
სულისკვეთებას იწვევს. როგორც მარჯვენა ასპარეზზე, ასევე მემარცხენეზე, რაზეც თქვი და წარმოიდგინე, არასდროს არ ყოფილა სოციალისტი, რომელიც ხმამაღლა აცხადებს და ესეთი დიდი გამარჯვება თუნდაც ნიუ-ჰემპშირში მეორე მხრივ არც ერთი პოლიტიკოსი ტრამპის შემთხვევაში ტრამპი არ არის პოლიტიკოსი, აცხადებს, აგინებს ლანძღავს პოლიტიკოსებს. გარედან მოსული კაცი, აუთსაიდერია, ასე ვთქვათ, არა? და ამბობს ისეთ რაღაცა წარმოუდგენლად დაუჯერებელ რაღაცებს და ამას ხალხი ყვება. და როდესაც ეს ექსპერტები აანალიზებენ და ამბობენ, ეს ხო არასწორი, ანუ ამან როგორ უნდა ააშენოს ეკონომიკა, ხო, საგარეო ამბობს, რომ მე ჩინეთთან მოლაპარაკების დიდოსტატი ვარ, ტრამპი არის, ანუ უძრავი ქონების მაგნატია და ამბობს, რომ მე მოლაპარაკე ესეთი art of the deal, ანუ გარიგების ხელოვნება ესეთი წიგნის ავტორია და აი გარიგების ძელკის რუსულად რო ვთქვათ გარიგების შეთანხმების მასტერი ვარ რომეო და ანუ ამერიკას მოუპოვებ ესეთი ყველაზე ხელსაყრელ გარიგებას როგორც საგარეო პოლიტიკაში ასევე ეკონომიკაში ყველა დამიჯერეთ მე არ გინდათ ბევრი რაღაც და ეს ექსპერტები ამბობენ რომ ეს ხო სასაცილოა სისულელეს ამბობსო და ხალხმა ეს არ უნდა დაიჯეროს მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევნების დროს როდესაც ესეთი შინაგანი მღელვარება ლოგიკა არ მუშაობს აქ არის სუბთა ემოცია იმ ხალხს ეს ძალიან საინტერესოა ეს არ არის რაციონალური წყალებში პროცესი ეს არის ემოციური პროცესი ის ამომრჩეველი არ ფიქრობს ტრამპის სწორს ამბობს შესაძლებელია იმის გაკეთება თუ არა ის ემოციურად ესალბუნება მის გულს იმის მოსმენა რომ ტრამპი ამბობს რომ მე ავაშენებ კედელს ამერიკასა და მექსიკას შორის და აღარ დაუშვებ ემიგრანტების აგადმოს აქედან გამორჩეველი აქეთ მიდის მუსულმანებს ყველას გავყრი ამერიკას ვაქცევ ისეთ ძლიერად რომ გადაულის ჩინეთს თავის დროზე ჰიტლერმაც არჩევნები მოიგო რა ესე იგი რეალურად და გერმანელი ერი არ ახდენდა იმის რაციონალიზაციას თუ რას ეუბნებოდა ჰიტლერი ემოციურად იღებდა მას აი მსგავს მდგომა ხარ მინდა ჰიტლერს შევადარო რასაკუთრებად მაგრამ 30-იან წლები სხვადასხვა მე გუშინ გამახსენდა ეს დავწერე კიდევაც Facebook-ზე რომ 30-იან წლს მაგორებს მდგომარეობა მეთქი კიდევ ერთი ზარია გია ესე იგი გისმენთ ჩემო ბატონო პირდაპირ ეთერში ხართ თუ გესმით ბატონო გიორგი მე ვარ თქვენი ასე თქვა თაყვანისმცემელი თქვენი განათლების წინაშე ქეცვიხრი და მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ თქვენ საზღვარგარეთ გიმოღვაწიათ განათლების სფეროში ჩახედული ადამიანები და მაინტერესებს საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში სკოლებში რა ხდება განათლების თვალსაზრისით ამბობენ რომ ჩვენთან შემოიტანოს საზოგადოებრივი მეცნიერება ეს არის ახალი საგანი რომელიც ისწავლება ჩვენი ზნეობისთვის ყოვლად მიუღებელი უხამსი რაღაცეები და აი საგნები ისწავლება თუ არა საზღვარგარეთ აი ეს მაინტერესებს დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის კარგია რომ საზოგადოებას ამ ფუნდამენტალურ რაღაცებზე შეკითხვა ებადება და უნდა გავცეთ პასუხი მე და შენც ირაკლი სწავლობდით ამერიკის უნივერსიტეტებში ხო საუკეთესო უნივერსიტეტებში ეს რაღაცა ზედაპირული მითი წარმოდგენა რომ იქ ვიღაცა გარყვნილობას ქადაგებს და უნდა რომ ვიღაცას გარყვნილობა თავს მოახვიოს ეს არის მხოლოდ შეთხზული მითი თვითფასო მეგობრებო არანაირი გარყვნილობის სწავლა არათუ სწავლა არამედ უყურით არ გამიგია, არ მომსმენი, არც გაყვრით არ მსმენია უნივერსიტეტში ვიღაცა რაღაცას იქ პირიქით ეთიკა, ზნეობა, შინაგანი ბუნების სიღრმეზე, თავდადებაზე, მსახურებაზე, სიყვარულზე ასწავლიან არა მარტო ტექნიკური სწავლების შესწავლისას, არამედ როგორც ზოგადი განათლება სკოლებში, საშუალო სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებშიც და მაგრამ რასაკვირველია გარყვნილი ადამიანები იქაც არიან, აქაც არიან და ყველგან არიან, მაგრამ საზოგადოების ტოლვა და საგანმანათლებლო სისტემის იმისკენ რომ გარყვნილობას ასწავლიან ეს
მე არ ვიცი მე დავამთავრე ჰარვარდის უნივერსიტეტი არ ვიცი ამაზე უფრო რაღაცა ცნობილი უნივერსიტეტი გარყვნილობის კლასი გარყვნილობის კლასი არ ვიცი არ გამიგია შეიძლება აქ მეორე საკითხი არის კიდე რომელიც დგას ალბათ უფრო ისეთ ეგზისტენციურ ჭრილში თუ დავაყენეთ ჩვენ თქვათ მე-20 საუკუნის და 21 საუკუნის მთავარი პრობლემა დოსტოევსკი რო სვავდა ჯერ კიდევ რომ დაიკარგა ასე ვთქვათ მრწამსი და ამის გამო ადამიანები დაცარიელდნენ და უფრო ჰედონისტები გახდნენ და ასე შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტი აქ არაფერ შუაში არ არის და არც საგანმანათლებლო სისტემა მთლიანობაში ცხოვრება გახდა ესეთი უფრო პრაგმატული შეიძლება ითქვას უფრო მატერიალისტური ამაზე გარკვეულწილად თუმცა ამერიკის შუაგული ახლა მე დაგიავებ ამერიკის შუაგულშიც ვართ ნამყოფი ის ეგრეთ წოდებული ბიბლიის სარტყელში იქ ძალიან მორწმუნე ხალხი ცხოვრობს ახლა ორივე ვიცით და ყველა მიცის პრინციპში ეს დასამალი არაფერი არ არის აქ და ვერც დამალავ იქ ძალიან კონსერვატიული ამომრჩეველია მაგრამ თქვათ იგივე სან-ფრანცისკოში და მე მათ უწოდებ ფუნდამენტალისტები არის ანუ რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლები ეს ხალხია სხვა შორის ვინც ახლა ტრამპს აძლევს ხმას ძირითადად ესენი არიან რომელმაც ბუშს მიცა ხმა სხვათა შორის ძალიან ეს ისინი არიან ვინც ამერიკა დაარსა პურიტანისტები ექსტრემისტული ასე ვთქვათ პროტესტანტული სექტა რომელიც რადიკალიზმით გამოირჩეოდა დიდ ბრიტანეთში ინგლისში და იქ ასე ვთქვათ მიუღებელი იყო ამ ძირეული პროტესტანტიზმისგან და იქიდან წავიდნენ დასახლდნენ ეს მეიფლაუერი ცნობილი გემი რომლითაც ინგლისიდან ჩავიდნენ მასაჩუსეტის და ნიუ-ინგლანდის სანაპიროებთან და იქ დაარსდნენ ეს ის ხალხია იმათ ტრადიციებზე არის დაფუძნებული ახლა ის სამხრეთ ამერიკის სამხრეთ შტატებში რაც ირაკლიმ თქვა ესეთი ბიბლიის კონსერვატიული წელი ქვია ბიბლიის სარტყელი სადაც ესე ვთქვათ უკიდურესად ფუნდამენტალისტური პროტესტანტული სექტებზე დაფუძნებული ხალხი. დაახლოებით 60 მილიონი კაცი იქნება. აი ერთი რაღაცა მინდა შემოგთავაზო ირაკლი. ის რომ მატერიალიზმი ახსენე შენ რაღაცა ეპოქებში, როდესაც ესეთი დიდი ტექტონური ცვლილებები, სეისმური ცვლილებები ხდება ხოლმე საზოგადოებაში, ყოველთვის არის ლტოლვა მატერიალიზმისკენ, გადარჩენისკენ და აქ წამოტივტივდება ხოლმე 1000 სხვადასხვა მიმართულებები. გადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე. ეხლა საზოგადოებამ რო იცოდეს კარგად ამერიკის და კერძოდ ზოგადად დასავლეთის ფუნდამენტალური პოსტულატი არის პიროვნების თავისუფლება. უკიდურესი ინდივიდუალიზმი, პიროვნების ხელშეუხებლობა, პიროვნების ღირსება. თუნდაც ეს ღირსება, თუნდაც ეს პიროვნების თავისუფლება გამოხატავდეს რაღაცა აბსოლუტურად მიუღებელ ამაზრზენ ლარი ფლინს მაგალითად ასე ვთქვათ მოსაზრებებს ხო რანაირ გარყვნილს და ასე შემდეგ და ჩვენი მიუღებლობა ჩვენ ასე ვთქვათ აღმოსავლეთ დასავლეთის ზღვარზე გაზრდილი ხალხი ვართ კავკასიელები და რაღაცა უფრო თემის ინტერესები უფრო წინა პლანზეა ვიდრე პიროვნების და აი ვაჟაშიც და ყველა დიდ აუდაკეთელაურის დილემა სტომარ მასპინძლის ხო ყველა მთავარი დილემა ეს არის თემისა და პიროვნების დაპირისპირება ჩვენ აი ამ საზღვარზე ვართ და უფრო მეტად თემისკენა ვართ გადახრილი ეს თემის ტრადიცია თემის ინტერესის პირველ პლანზე წამოწევა და ეს ერები უკიდურესად ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მაგრამ ზოგადად დასავლეთშია პიროვნების თავისუფლება, პიროვნების ხელშეუხებლობა და მისი ღირსების დაცვა არის ყველაზე მთავარი ფუნდამენტალური პოსტულატი. და ეს იქნება გეი იქნება თუ რა მოსაზრების გამომსხატველიც არ უნდა იყოს, ეს არის მიუღებელი და ეს არის ხელშეუხებელი და ჩვენ მოვდივართ აი ამასთან კულტურულად, ისტორიულად კონფლიქტში და აი ეს ვერ გგონია რომ აი მათ უნდათ ამ რაღაცა ერთ სქესიანთა ქორწინება ეს უნდა ამის დაძალება და რაღაცა მე ვფიქრობ რომ ძირითადი მთავარი მასა დასავლური საზოგადოებისა უბრალოდ პიროვნების თავისუფლების ინდივიდუალისტური მოდელია პოსტულატს იცავს და არა იმას რომ ვიღაცა აღვირახსნილი ცხოვრება ჰქონდეს და აი ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ ხოლმე ეს განსაჯო ჩვენ საიდან მოვდივართ ისტორიულად კულტურულად რა არის ჩვენთვის თავარი
თემის უფრო დიდი პრიმატი, იმათვის პიროვნების პრიმატია, თუნდაც ის პიროვნება სიგიჟეებსა და აღვირახსნილობას გადაგებდეს, მათი თავისუფლება იქნება დაცული. მაგალითად ლარი ფლინტის მაგალითი გამოდგება, ჰასლერის ჟურნალის გამომცემელი იყო, რომელიც უზენაესმა სასამართლომ ამერიკაში გაამართლა ჯერი ფოულერის წინააღმდეგ, რომელიც იყო ფუნდამენტალისტი მამაო, რომელიც უჩიოდა მას. ხა ჩვენთან ესეთ სასამართლო რო ყოფილიყო, ნამდვილად ალბათ მოიგებდა მეორე მხარე და იქ მოიგო იმ მხარემ, რომელმაც შეაგინა ჟურნალში ამ კაცს და მოიგო და ამითი დაიცვა ინდივიდუუმის თავისუფლება. თუმცა ბევრი ადამიანის თვალში იქაც კი ჟურნალი იყო ეს იყო უხამსობა. ჩვენთვის და ჩვენთვის რომ მიუღებელია იმ პორნოგრაფიაზე გარყვნილობის ფაქტიურად უგემოვნებების დემონსტრირება იყო ამ ლარი ფლინტის ეს გამომცემლობა. მაგრამ მთელი საზოგადოება წესი, ანუ ვთქვათ, აი ის საზოგადოება, რომელიც განათლებულია, რომელიც სხვა ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნავს, ვინც პასუხისმგებლო, ვისაც მოქალაქეობის განცდა აქვს, ამ ხალხს ყველა ზიზღი ჰქონდა ამ ჟურნალისადმი და ამ ლარი ფლინტისადმი, მაგრამ მთელი საზოგადოება დაირაზმა, როგორც კი საკითხი დადგა ლარი ფლინტის უფლებების შეზღუდვაზე და ამ ჟურნალის დახურვაზე. აი ეს უნდა ვიცოდეთ და ამას ეს ერთი მეორისგან განვასხვაოთ. ჩვენ არ უნდა დავყვეთ თქვათ ამ რუსულ პროპაგანდას, რომ ამბობენ, რომ ეს დასავლეთი ხო წყალწაღებულია, გარყვნილია და აგერ ჩვენ რუსული მართლმადიდებლობა თქვენთან ხო ახლოს ავარს და რუსის ქალები არიან ყველაზე პატიოსანი ქალები მსოფლიოში. ყველაზე გარყვნილები და ჩვენ ვიცით, რომ რუსეთში რა ოჯახის წევრებს შორის რუსის ქალებსაც პატიოსანი ხდება. ანუ ყველაზე უციკლო ქალები არიან მსოფლიოში. ვიღაცა არის, ჩემო ბატონო, ვიღაც კი არა. მოქალაქე ჩვენი პატივცემული ადამიანი გახლავთ ხაზზე და გისმენთ, ჩემო ბატონო. კიდევ ერთხელ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. იცით, ფიცი მწამს დავიწყო უკვე. კი ბატონო. გისმენთ. მისმენე? კი ბატონო, დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. სულ ეს მესმის ტელევიზიიდან ზოგისგან რასაკვირველია ზოგთაგან რომ ამერიკა არის პურიტანული ქვეყანა, რომით სიწმინდე უმაღლეს დონეზეა დაცული და მედია პრესიდან და ტელევიზიიდანაც სულ ისმის ის რომ გინდა თუ არა თუ გინდათ იყო დემოკრატიული ქვეყანა შეიტანეთ კონსტიტუციაში კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, რომელიც დაგიჯეროთ ამიხსენით. ჩემი თვალით წავიკითხი ასევე, როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, რომ აი შეიძლება ბიძაშვილი დაქორწინდეს მამიდაშვილზე. ქართლს მოუვიდა ეს თავში აზრად, რომ ბიძაშვილ მამიდაშვილობა საქართველოში არის უწმინდესი. მე მინახავს ოჯახები, სადაც ძმები წუბობენ, მაგრამ ბიძაშვილ მამიდაშვილები ეხუტებიან ერთმანეთს, როგორც ალალი ნათესავები. აი ჩემმა თვალმა წაიკითხა, რომ შეიძლება ვისგან იყო ეს ქართლს მოუვიდა თავში აზრად თუ დასავლეთი მაიძულებს. როგორც რამდენიც არ უნდა აქოთ, მე რუსეთი მირჩევია დასავლეთ, იმიტომ რომ ისინი ამას არ მაიძულებდა არასოდეს. აი ამიტომ რუსი იძულებული ვარ ისევ იმპყრობელ იზნეობას მაინც არ მილახავდნენ იმ საბჭოთა სკოლაში და ყოველგვარ სიკეთეს მასწავლით. აი ეს არის ჩემი ძალიან თუ შეიძლება აღშფოთებული განწყობა არის დასავლეთის მიმართ ნამდვილად. გნებას ევროპა დაასახელეთ, გნებას ამერიკა დაასახელეთ. მე 80 წელს უკაკუნებ, მე რატომ უნდა მიმყვებოდეს საფლავში სამშობლოს და კი როგორც ერთი ქართველი მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ჩემი ოჯახის დარგი ხომ მიყვება სამშობლოს დარგი. ამას ვიფიცები როგორც ქალი აი წმინდა სინდისით. მიყვება რა იქნება ხვალ. დაელის ჩემ ქვეყანას. ისე იცით რა არის აქ ძალიან საინტერესო საკითხები დასვით ახლა თქვენ. სოფლიოში რო ზნეობრივი კრიზისია და მორალური კრიზისია, ახლა ამაზე მე მგონი ბევრი ლაპარაკობს და აქ ორი აზრი არ არის, რომ ბევრი ადამიანი თვითონ ამერიკაშიც და დასავლეთშიც მიიჩნევს უდიდესი კულტურებია საერთოდ
სუბკულტურები, რომლებიც უარყოფენ თლიანად ამ რაღაცა ბიურგერულ მორალს, თქვათ. იგივე ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ საფრანგეთში გამოვიდა უამრავი ხალხი და ასე შემდეგ. ანუ ესე ცალსახად არ არის, რომ უმრავლესობას ადამიანებისას ეს უნდა და ეს არ უნდა რაღაცა გარკვეული წესები არის, რომელიც ახლა გიამ კარგად ახსენა, ინდივიდუალური თავისუფლება, მაგალითად ითვლება, რომ ეს ქორწინება არის ინდივიდუალური საკითხი, იქ ინდივიდის პრიმატი უფრო დაცულია, ვიდრე თემისა და ჩვენთან პირიქით არის, ჩვენი საზოგადოება, თქვათ იგივე აღმოსავლური მოდელი, უფრო თემის მოდელზე არის და კოლექტიური მოდელია. მე ხა ჩემი, რა თქმა უნდა, უფრო მიყვარს ეხლა რო ვთქვა, რომ ჩემი უფრო არ მიყვარს, ვიდრე სხვისი მეთქი, არ იქნება მართალი. რა თქმა უნდა, მე ქართველი პირველ რიგში ეს თემი მიყვარს ყველაზე მეტად, იმიტომაც ვარ აქ, გიაც ასევე არის, იქ ვიყავით და ჩამოვედით უკან და აქ ვართ ახლა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ყველას თავისი აღელვებს უფრო, მაგრამ მეორე საკითხი არის კიდე. ახლა აი დღევანდელ თემას რო დაუბრუნდეთ ისე. სოფლიოში არის კრიზისი ძალიან სერიოზული და აი ქალბატონის აღელვებას, თქვენი აღელვებას, იგივე თქვენს წინ გამოსული ქალბატონის აღელვებას აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის და მისაღებია, რატომ? შეიძლება რაღაც კონკრეტულ საკითხში ჩვენ ვერ შევთანხმდეთ და რაღაცაზე ვიკამათოთ, მაგრამ თავისთავად პრობლემა რომ დღეს სოფლიოში არის ძალიან დიდი კრიზისი იდეების და ძალიან დიდი კრიზისი ზნეობის იქნება თუ ეთიკის და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი აი არჩევნებმაც დაადასტურა გუშინდელმაც. ანუ რეალურად ეს ხალხი გამოვიდა თვითონ ისტაბლიშმენტის წინააღმდეგ და აი ამ ლიბერალური წესწყობილების ცხოვრების წესის წინააღმდეგ. გამოვიდა ეს ხალხი და რაღაცა ალტერნატივა უნდა მოიძებნოს. აი როგორ ამაში ალბათ აი შენ სწორს ამბობდი, ესი კარგი რაღაცა თქვი, რომ ხედვიანი დღეს აი მე მახსოვს, როდესაც შენ გამოხვედი არჩევნებზე 2008 წელში. შენ იყავი ერთადერთი ხედვიანი კანდიდატი, მაგრამ იმ მომენტში ძლიერი იყო ისტაბლიშმენტური გზნობები, ახაც კი, რომ ამბობდნენ, რომ აი მე გია ამბობს ძალიან კაი რაღაცებს, მაგრამ ნუ ეს ამას ვინ გააკეთებს? მე მახსოვს კარგად, რომ ამას ეს იყო რეაქციები. იგივე მე თქვენი პარტია რო იყო შენ და იგივე ირმა იყო იქ სხვათა შორის უპატრიოტესი ადამიანი და მეორე კაი ხალხი იყო იმ ბლოკში, არა თქვენ რო გამოходит, ყველაზე ხედვიანი ხედვა მართლა თქვენ გქონდათ და ისევ იგივე რეაქცია იყო, რომ აჰ, მაიცა თუ ძმახარ ეხა ეხა ესენი იდეალისტ საშიფრინავენ და რაღაც მე მახსოვს შენ უპასუხე კიდევაც ჯობია საშიფრინა სხვა რაღაცას კეთებასო, მაგრამ დღეს უკვე მოვიდა დრო, რომ ბერნი სანდერსი დონალდ ტრამპი ამისი ძალიან დამახინჯებული ვარიანტია, მაგრამ ბერნი სანდერსის მაგვარი ტიპები იდეალისტები. ისევ წამოვიდნენ და თუნდაც ერთი პრაიმერი რომ მოიგო, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ხალხი და ახალგაზრდობა განიცდის აი ამ საშინელ მორალურ წუმპეშირობას, საშინელ ქაქშია, ესე კაცობრიობაა ქაქში რეალურად და რა თქმა უნდა დასავლეთის ქაქშია. რომ იქიდან მოდის ეს ამბავი და აქედან გამომდინარე ეს ხალხი ხმას აძლევს ბერნი სანდერსისნაირ იდეალისტს, რომელიც შენ სწორად თქვი, აბსოლუტურად. გარდა იმისა, რომ ხედვა აქვს ამ ადამიანს და იდეალისტურ აზრებს წარმოებს, დიდი ხა არც ახალგაზრდა, არც ახლა შენც ვერ შეგედრება იმაში, რა ვქნა, ქარიზმაში და მით უმეტეს ბილ კლინტონსაც ვერ შეედრება, მაგრამ უგებს. ბილ კლინტონს უგებს. იმიტომ რომ ის კი თვითონ კი არ უგებს. ეს განცდა ტალღაზეა, ეს ისტორიული ტალღა აზურთებული, ანუ მიუღებლობა ისტაბლიშმენტისა, მიუღებლობა ძველი მეთოდებით მართვისა და ამის მზადყოფნა ხალხს, მაგრამ შენ რაც თქვი 2008 წლიდან დაწყებული ჩვენი ეს წარდგენა ხალხი თქვა ხედვა ქართული საქართველოს ნიშა რა უნდა მოხდეს ეს ყველაფერი ამის წარდგენა ამისთვის არც დღეს არ არის საზოგადოება მზად ირაკლი. დღესაც არ არის, მაგრამ ეს იქ ვლაპარაკობ ჩვენი კარი აზურთებული, მაგრამ ეს ჯერ აქამდე არ მოსულა, რა თქმა უნდა. გეთახსულა. საქართველოს ვინც გამოვარდება რაღაცა სპეციფექტს მოახდენს, ვიღაცა არის ფილანტროფი ჭყალებში რაღაცა მოხდება და ვის გაშევხო, ვის აქვს ფული, ვის შეუძლია დარიგება. აყუთით ამაზეა აყუთით ყიტავს ყველაფერს და თუ არა და ეს ტალღა აქამდე საქართველოსამდე არ მოუღწევია ტალღას. მართალი ხარ, მაგრამ ძალიან საინტერესოა ეს თუ მოვიდა აქამდე, ჩვენ საერთოდ ხო გიყვარს მიბაძვაში მაგრები ვართ და უცებ ეხლა თუ მიბაძა ქართულმა ახალგაზრდობამ იმას, მაშინ არ იქნება ცუდი. ზარია კიდევ გისმენთ ჩემო ბატონო, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობათ, მე მაინტერესებს, როდესაც ლაპარაკობთ, რომ სკოლებში ახლა შემოდის რაღაც უზნეო სწავლება, ამის ქვეშ ჩვენ გულისხმობთ, რომ ქვეყანა
ჩვენთან ტრადიციული ქვეყანა და ამერიკაში სადაც ოფიციალურად უკვე დაამტკიცა და მიღებულია ესქესიანთა ქორწინება ყველა შტატმა ეს აღიარა როგორ შეიძლება რომ ესეთი ქვეყანა იყოს ჩვენთვის მისაბაძი და ჩვენი განათლების სისტემა სწორდებოდეს აი ამ სწორება ქონდეს მათზე ჩვენ განათლების სისტემას მე კავშირი აღარ მაქვს თქვენთან სამწუხაროდ რამეთიშე კარგი, სანამ ესე იგი ჩვენ ერთსქესიანთა საკითხზე ვიფიქრებთ, მაშინ რეკლამა შემოდის ახლა კომერციული რეკლამა და მერე ამ საკითხის განვიხილოთ. ჩვენ ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. დავბრუნდით ჩვენ ეკრანზე, ესე იგი, რა ვიცი. ერთი რაღაცას მინდა ვთქვა რა. იცით რა ჯულფასო მეგობრებო, ეს ჩვენ საუბრობთ საარჩევნო რა ასე ვთქვათ, სეისმური ცვლილებები ხდება მთელ მსოფლიოში. ეს უნდა გავაანალიზოთ და ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის პატარა ნავით შესაბამისად სამშვიდობოზე გავიყვანოთ და ეხლა ეს აჟიტირება ამ ერთ სქესის საკითხებში არა ვართ კომპეტენტური. ჩვენ არა, მე არა ვარ ეს ხალხი, ვინ არის, საიდან მოდის, რა არ ვიცი ამ ხალხს არანაირი ექსპერტიზა ერთ სექსიანთა ქორწინებისა მე არ გამაჩნია და ამიტომ ამ თემაზე ეს ჩემი თემა არ არის არც მინდა რომ ამაზე დრო დავკარგო ერთმა ქალბატონმა დანა რომ საქართველოში ბიძაშვილები, მამიდაშვილები ეს რასაკვირველია ჩვენ ღია კარებს ვუმტრევთ ერთმანეთს რას ვუმტკიცებთ ამას ჩვენ იმას რომ რა ტრადიციები იყო ან ბიძაშვილი მამიდაშვილთან რა ურთიერთობაშია რასაკვირველია ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით მაგრამ მე ხა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე რა მოვახერხოთ როგორ მოვახერხოთ ჩვენი საზოგადოების ორგანიზება ისე რომ ჩვენ განა მეტნი არა ვართ იმაზე ვიდრე საქართველოში არაფერი არ იქნება ხელშესახები არც ეკონომიკაში, არც განათლებაში, არც მეცნიერებაში. განა ეს არ უნდა გვაწუხებდეს უფრო მეტად, რომ ჩვენს ერს კონდეს იმის შესაძლებლობა, ჩვენ შვილებს კონდეთ იმის პოტენცია, რომ საქართველოში იქნებოდეს მოწინავე ეკონომიკა, დინამიური განათლების სისტემა, ღია პოლიტიკური სისტემა, რომ აქ ერთმანეთის სოლიდარული საზოგადოება იყოს, რომ ქართველი ეხმარება ქართველს, რომ ქუჩაში მათხოვარი არ იყოს, რომ ყველას რაოდენ ღარიბი და ასე ვთქვათ მიყრუებული ოჯახის შვილიც არ უნდა იყოს იმ პატარა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი ნიჭის ბოლომდე გამოვლინებისა რომ თითოეული ჩვენთაგანის ნიჭის გამოვლინებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ნიჭის გამოვლინა ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ამოვიჩემეთ და დღეს თავარი თემა არის ერთსქესიანთა ქორწინება ვიღაცა თავს ვახვევს ვაიმე ეს საზღვრები რა გვინდა აბა ის რუსეთია ვინ რას გახვევთ ქალბატონო და ჩემო ბატონო თავს ჩვენ თვითონ თუ არ მოვიხვიეთ ჩვენ თვითონ თუ არ ვიცოდით ვიცით რა გვინდა რა ღირსება ჩვენი ეთიკა ჩვენი ზნეობა რას ქადაგებს ოჯახი რას ნიშნავს რა ქვია მეუღლე რას ნიშნავს შვილი რას ნიშნავს მეგობარი რას ნიშნავს განა ეხა ვილაპარაკოთ ამაზე მთელი ჩვენი მწერლობა ჩვენი ქრისტიანობა ამის დამლაგებელი და დრამატულად ჩვენთვის მომცემი და ამ ტრადიციებზე გაზრდილები არა ვარ ჩვენ ხო და ეს ტრადიცია ეს ზნეობა და ეს ღირსება გამოვიყენოთ იმისთვის რომ რაღაცა პროდუქტიული შევქნათ ხო და ჩვენ ყველა საზოგადოები ყველა თაობაშია ის რომ შვილებით უკმაყოფილოა მამები რომ გახსნილობა აქ და აი ჩემს მე რო ვიზდებოდი მაშინ ესე მაშინ სხვა მდგომარეობა იყო და ასე შემდეგ ყველა თაობა ამას ამბობს ეს არის ყველა თაობის ასე ვთქვათ მუდმივი ომი მუდმივი დაპირისპირება იმისა რომ რაღაცა თაობაში რაღაცა ზნეობრივი მომენტი ძველი თაობის წარმომადგენელს არ მოსწონს და ამიტომ ფიქრობს რომ ყველაფერი всё ჩვენ ახლა მივდივართ პირდაპირ იმაში რა ქვია ჯოჯოხეთში მთელი საზოგადოება და მთელი ხალხი და რა ვქნა ახლა მე რო ვკვდები და ჩემი შვილებს რო ვტოვებ აქ ესენი ყველანი აღმოჩნდებიან იმ სადომისა და გომორის ცოდვაში ესე ამდენი ხანია ცხოვრობ ჩვენ და არ აღმოჩენილვართ ამ ცოდვაში ესეთი რა ეხა გაიგეთ ეს ჰომოსექსუალისტების არსებობა საბერძნეთი რომის იმპერია ეს ოფიციალურად ამ იმას იმპერატორებს და კეისრებს ამ პატარა ბიჭებთან თამაშობდნენ და ეს ყველა საზოგადოებაში რაღაცა პროცენტი არსებობს ამ ავადმყოფი მე მგონია რომ რაღაცა არის დარღვეული და ეს არ არის რაღაცა ნასწავლი ეს
არის რაღაცა ტვინში ქიმიური რაღაცა ნაწილის ნაკლებობა. არ ვიცი, მე ამის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მე არ მინდა ამ ხალხზე ვილაპარაკოთ, ამ ხალხს და რაღაცა იმ ადამიანებს ვილოცოთ ყველასთვის რომ ყველა კარგად იყოს. ყველა იყოს კარგად და ყველას გაუმართოს და თავისი შესაძლებლობის გამოვლენა მოახდინოს. იქ შევიდეთ იმ ქვეყანაზე და შევიდეთ ღირსეულად ყველასთვის უსურვოთ ეს და ყველასთვის ვილოცოთ რომ მიმტევებლობა ერთი რამეა, მაგრამ აღვირახსნილობა და რა თქმა უნდა, გარყვნილებაც არ არის კარგი რა თქმა უნდა. მაიმუნობა ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენ შვილების თვალებმა დაინახოს. აი მან რა არის იცი კი ძალიან საინტერესო საკითხია, სწორედ ისევ მინდა დაუბრუნდე ამ ევროპის და ამერიკის სიტუაციას და აღმოსავლეთისას. ძალიან საინტერესო ფაქტორია კიდევ ერთი, აი ავღანეთში დაიწყო ამერიკამ ომი 2001 წელს, რომელიც წინააღმდეგი ვიყავით მეც და შენც და ერაყის ომის განსაკუთრებით, არა? მოხდა აფეთქება, მერე დაიწყო ეს ომი. აღმოჩნდა რომ დასავლეთი შევიდა ავღანეთში, ხა ჩვენი ჯარიც ნაწილიც იქ არის, თუ არ ვცდები, ავღანეთში არიან, მე მგონი ქართული ჯარისკაცებიც, რომელთაც მე მინდა რომ პატივი მივაგო და ეს ხალხი ნამდვილად პატიოსს და თავის სამშობლოს ინტერესებს იცავს. მაგრამ რა ინტერესს იცავს კოალიცია? აღმოჩნდა მე დღეს 15 წელი გავიდა 2001 წლის ომიდან. აღმოჩნდა ის რომ ხა გლობალური ტერორიზმის ცენტრი ავღანეთი უკვე დიდი ხანი აღარ არის. მაგრამ არის ჰეროინის გაყიდვის ცენტრი და ამ ჰეროინის დიდი ხანი ეგეთი აი გარყვნილება მართლა და საშინელი ამ ჩვენი კაცობრიობის სულიერი კრიზისის ერთ-ერთი წყარო კიდევ ეს არის, არა? რომ აი ამ ჰეროინის ტრასა არის, გაიშალა იქ დიდი ვაჭრობა. ამაში მონაწილეობს სხვადასხვა ერის, სხვადასხვა წარმომადგენელი ბევრი და მოხდა საშინელი არმაგედონი თვითონ ამ ქვეყანაში, ავღანეთში, რა, ჯერ საბჭოთა ჯარებმა საშინელ დღეში ჩააგდეს ავღანელი ხალხი და ეხლა უკვე ნატოს ჯარები არიან იქ და ჩვენი ჯარიც არის იქ. ჩვენი ჯარი ორივე დროს იყო, საბჭოთა დროსაც ვიყავით იქ და ეხლაც ავართ და როგორც სამწუხაროდ სხვისი დროშის ოკუპანტები ვართ, პრინციპში რეალურად ჩვენც ოკუპანტები ვართ, აბა რა ვართ. ეხლა რა მოხდა? დაიძრა ეს ავღანელი ხალხი, მიყვა მერე მას ირანელი ხალხიც, მერე მიყვა სხვებიც. ირანელი სხვა შორის იმდენი არ არის, ერაყელები უფრო არიან და სირიელები და პირდაპირ ევროპისკენ წავიდნენ ფეხით. და ჩააღწიეს. ათასობით ადამიანმა ჩააღწია. ეხლა ევროპას დაუდგა კრიზისი იმიგრაციის 100,000-ობით. და ძალიან დიდი კრიზისის ქვეშ არის ევროპა. ეხლა უკვე იძახის რომ რა ვქნათ ეს ემიგრანტები. მივიღოთ, ესე ლიბერალური პრინციპების მიხედვით უნდა მივიღოთ. და ხელგაშლილი სკანდინავიელი ქვეყნები, ფინეთი, შვედეთი, დანია მიიღეს ამ ხალხს დააპურეს მიწის საშუალება და მოხდა ძალიან დიდი კრიმინალური მომენტი, ქალზე ძალადობა და ასე შემდეგ და მასიური ქალებზე ძალადობა უდიდესი რაოდენობით და უცებ ხდება ეს პოლიცია თითქოს დგას 400 ქალი გააუპატიურეს კოლნში. თუ რაღაც ესეთი საშინელი ციფრი არის რა, როგორ ეს გადაჭარბებული შეიძლება იყოს. უცნაურია, ძალიან უცნაური ამბავია. მაგრამ თუნდაც 50 რო იყოს ერთად. რაღაც საშინელი ციფრია ეს, მაინც რაღაცა ძალიან გაურკვევლობას იწვევს და ძალიან აღშფოთებას როგორ მოხდა ეს, როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო. მაგრამ მეორე მხრივ არის წყნარი შვედეთი უკვე ხდება რეაქციული და აგრესიული ნეოფაშიზმი იღვიძებს ევროპაში ისე მიმართ. ეს ჯერ კიდევ თეო ვან გოგის მკვლელობის მერე უკვე იკვეთებოდა ამის კონტურები ჰოლანდიაშიც და სკანდინავიაში ბრეივიკი იყო ჩემო ბატონო და ასე შემდეგ და ეხლა უკვე გერმანიაშიც არის ნეონაცისტების მიტინგები და ისევ მოდიან. ანუ ისევ 30-იან წლებისკენ ბრუნდებით რუსული კრემლის პოლიტიკა. თუმცა 30-იან წლებს ალბათ ვერ დავაბრუნებთ, ვერ დაბრუნდება 30-იანი წლები, მაგრამ ფაშიზმი და მეორე მხრივ ჩემთვის სასიხარულოდ მემარცხენეობა თუ ეს მე მიხარია პირადად. რატო ისი ბერნის სანდერსმა კოლმეურნეობები თუ დააბრუნა ამერიკაში, არ ბერნისაც გაკეთა, ბერნის სანდერსმა გაკეთა როზა ლუქსემბურგის სახელობის, ან ჩვენი გიორგი მარგველაშვილის სახელობის კოლმეურნეობა ვერმონტის შტატში. ბევრად კარგი იქნება ეხლა ვიდრე ეს ლიბერალური წესრიგი, რომელიც ამერიკაშია. გისმენთ, ჩემო ბატონო, გისმენთ. პირდაპირ ეთერში ხართ, ჩემო ბატონო. ახლა კოლმეურნეობებზე საუბრობდით. გისმენთ, ქალბატონო? იქ არის მის, არ გაუციათ პასუხი. გვესმის თქვენი. გვესმის? ბატონო გია, გესმით ჩემი ხმა? კი, მესმის ქალბატონო, მესმის. ალო, ბატონო გია. დიახ. გისმენთ.
დაწეული მაქვს და ჩემი არ გამოვიდა. ამ შემთხვევაში ქალბატონო, იზით რა არის გვესმოდა თქვენი, გვესმის, ამიტომ რომ დარეკავთ, ილაპარაკეთ და გავიგებთ. ხო და ისევ რომ გადავიდეთ ამ საკითხს, ძალიან საინტერესოა. ანუ ეს მასა დაიძრა, ანუ დელიოზი და გატარე წევენ ჩინგისხაენის მერე ესეთი მომთაბარე ცხოვრების სტილი არ ყოფილა. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ხალხი არის კოლონიალიზირებული, ჩაგრული, სუბალტერნული მასა, რომელიც წავიდა, იმიტომ რომ შანსი არ აქვს თავის ქვეყანაში გადარჩენის. მით უმეტეს ავღანეთში. ავღანეთში ხა დიდი საოკუპაციო ჯარებია და უპილოტო თვითმფრინავები კლავენ ყველას, ვინცაც არ დაეზარება ავტომატს და უამრავ დანაშაულ ადამიანს კლავენ. და საშინელი რაღაცა გენოციდი ხდება აქ ავღანელი ხალხის. ეხლა ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ არ არის ეს პოლიტიკურად კორექტული და მოდაში, იმიტომ რომ ნატოში გვინდა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ჩვენ ოკუპანტები ვართ. შენშიც და ჩემშიც რაღაც შინაგანი წინააღმდეგობა. ერთის ხრი ჩვენ ვართ დასავლურ კულტურაზე გაზრდილი ხალხი. შენს და მეც. და ვეთაყვანები დასავლურ კულტურას, დასავლურ მეცნიერებას, დასავლურ ხელოვნებას. და მეორეს მხრივ ეს იმპერიალიზმი, დასავლური იმპერიალიზმი, რომლის ნაყოფსაც ახლა ვიმკით ჩვენ ახლო აღმოსავლეთში, დაყავი და იბატონე, ანუ გაურკვევლად როგორ გაიყვეს ერთის მხრივ საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ახლო აღმოსავლეთი და როგორ უნდათ რომ მესამე გამარჯვებულს ანტანტის წევრ რუსეთზე ჩაებარებინათ თურქეთი, ეს იყო მოლაპარაკება, მაგრამ რუსეთი ამ დროს გაწითლდა, მოვიდა ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკები და ეს გეგმა ჩაიშალა, თურქეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთი იქნა ესე ხელოვნურად გაყოფილი და ერთმანეთზე გადაკიდებული ამ დასავლური სახელმწიფოების მიერ და შეიქმნა, ესე ვთქვათ, მოახდინეს სეკულარული დიქტატორის მეფის და ქემალ ათათურქის არა ეს ქემალ ათათურქი ერთია მაგრამ ეს ახლო აღმოსავლეთი არაბული სამყარების და ანუ ხო და შექმნეს ახალი ასე ვთქვათ მონარქი ახალი სამეფო დინასტიები, ოჯახი, რომლებიც საუდი ვაჰაბიტი იყო. ხო, და იქიდან მოდის ეს ვაჰაბიზმი, საუდის დინასტიიდან, ხო და ეს ეს ლიდერები ამ პატარ-პატარა ახალ შექმნილი არაბული სახელმწიფოები იყვნენ მარიონეტები ბრიტანეთის სახელმწიფოსი, ანუ ბრიტანეთი მართავდა ამ არაბულ სამყაროს ამ თავის მიერ ხელდასმული მართველების მიერ. შემდეგ დაპირდა ერთის მხრივ ებრაელებს დამოუკიდებლობას, ბელფორის დეკლარაცია, მეორეს მხრივ არაბებს დამოუკიდებლობას, მაგრამ აღმოჩნდა ორივე მოატყუა ერთის და მეორეც და ეს ყველაფერი ეს მოტყუება, იმედგაცრუება, უსამართლობა ამ ისლამურ სამყაროში დაგროვდა ერთი დასავლეთზე, მეორე საკუთარ მარიონეტ ხელისუფლებზე და იფეთქა ამ გლობალიზაციის პირობებში, როდესაც ადამიანი, ინდივიდუალური ადამიანი ესეთი დიდი ამუნიცია აქვს ამ ტექნოლოგიის თვალსაზრისით, როდესაც ამ ხალხს ხუბს ზემოდან ვეღარ დააფარებ და ეს ამოხეთქა ამ ხუბმა და ეს ჯინი ბოთლიდან ამოსული, ამას ვეღარ გააჩერებ და თან ამას დაემატა ეს ჯორჯ ბუშის ამერიკაც შეემატა ამ ახალ იმპერიალისტურ პოლიტიკას საფრანგეთისას და ბრიტანეთისას და ეხლა თუ მე-19-20 საუკუნის დასაწყისში მეორე მსოფლიო ომამდე ბრიტანეთი იყო მე დროში იმპერიალიზმის, ეხლა ფაქტიურად ამერიკის პოლიტიკა გახდა ჯორჯ ბუშის შესვლა არაბულ სამყაროში და ეხლა ეს იმედგაცრუებული, უმუშევარი, დათრგუნული და ტვინ გამორეცხული ისლამ ვაჰაბიზმით ტვინ გამორეცხული ახალგაზრდა უერთდება ამ არმიას, როგორც კი ვინმე ლიდერი ქარიზმატული გამოჩნდება და იტყვის ალლაჰუ აკბარ, ერთი ალლაჰუ აკბარი უნდა და ემატება ყველა. ხო და აი ეს ყველაფერი ბოთლიდან ამოსული ხო აი დაიკოტომი, რასაც ქვია ქაოსი და ეხლა ცდილობს ეს მიაწვეს ევროპას სამხელა ტალღა, ევროპისთვის ეს მიუღებელია, ჩვენთვის ერთის მხრივ ეს მიუღებელია ქალისცემა, ეს დასავლური დესპოტიზმი, მეორეს მხრივ მიუღებელი ასევე გარყვნილება, რაც ზოგიერთ დასავლურ წრეებშია და ჩვენ რაღაცა ამ დიდ თქვათ აბობოქრებულ ოკეანეში ვართ და არ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, ვინ გარყვნილია, ვინ გამორყვნილია, ჩამოვაყალიბოთ ჩვენი
ზნეობა, ჩვენი ღირსება და მივცეთ ერთმანეთს ხელი ხელს რაღაცა ეს სოლიდარობის განცდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი მთავრობა, მოკლე, ეფექტური, რომელმაც იცის მთავარი ამოცანა ერისა როგორ დასახოს და მოახდინოთ ჩვენი რესურსების სრული მობილიზება და ორგანიზებულად მთავარი ამოცანების გადაწყვეტა, თორე ჩვენ ახლა თუ ვიძეკი და ყველანი გამსაჯეთ ის ცუდია, ეს გარყვნილია, ეს იმისთანა, ამისთანა. ჩვენ ეხა არ ჩვენ არა ვართ დიდი მამა აბრამის არა ვართ ძალიან კარგი. ჩვენშიც არის კარგი და ცუდი ყველგან არის. საქართველოს სულიერ მისიაში კარგად არის განსაზღვრული და არა ზვიადი სხვა შორის მოდიოდა ქართული ძირებიდან და ბევრი ქართველი მოაზროვნის ნაწერში ეს არის წერდის ფილოსოფოსი და ასე შემდეგ, რომ ჩვენ ვართ სინერგია შენახსენებდი ამ სიტყვას წინაგანაცემაშიც სინერგია და სინთეზი აღმოსავლურის და დასავლურის, ჩრდილოურის და სამხრეთურის. დღეს მოდაშია უფრო გლობალური ჩრდილოეთი, გლობალური სამხრეთი. ამის სინთეზიც ვართ. ამათ გზაგასაყარზეც ვართ. ანუ კავკასიონის ქედი რეალურად ჩრდილოეთ და სამხრეთსაც ყოფს. ორივე ქედი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან საინტერესო ადგილას ვართ და შეგვიძლია ეს სინერგია შევქმნათ პოზიტიურად და კარგად. ამისი შესაძლებლობა გვაქვს. არის კიდევ ზარი, ჩემო ბატონო? თუ არის ზარი, მობძანდით, ჩემო ბატონო, გისმენთ პირდაპირ ეთერში ბძანდებით. გისმენთ. ეს სოფლიო პოლიტიკას რომ გადავხედოთ, ხომ არ დადგა დრო, რომ მრავალ პოლუსიანობაზე იფიქროს საზოგადოებამ და აქედან გამომდინარე ჩვენი რეგიონის შექმნაზე დავიწყოთ ზრუნვა, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგი პრინციპით: მე ქართველი ვარ, მე არც ევროპელი ვარ, არც აზიელი. ჩვენ ვართ კავკასიელნი. ამაზე მაინტერესებს თქვენი პოზიცია. საინტერესო მოსაზრება, ეხა მრავალპოლუსიანობა თავისით ბუნებრივად ყალიბდება. დამთავრდა საბჭოთა კავშირის დარღვევის და დაქცევის შემდეგ 90-იანი წლების ამ პატარა მონაკვეთში ამერიკის შეერთებული შტატები იყო ეს unipolar world, ანუ ერთპოლუსიანი სამყარო, სადაც სამხედრო, ეკონომიკური, კულტურული დომინაცია სრული ამერიკის შეერთებული შტატებისა. ეხლა ეს იცვლება, არა ამერიკა კი არ დასუსტებულა, არამედ გაძლიერდა ჩინეთი, ინდოეთი, სხვა პოლუსები ყალიბდება. გახდა უკვე არა? ხო, და სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის დომინაცია იქნება კიდევ ძალიან დიდი ხნის მანძილზე. შემდეგი მერვე ადგილზე მყოფი ერთად რო შეაჯამო, იმის ნახევარს ვერ ხარჯავს სამხედრო ბიუჯეტზე, რასაც ამერიკა ხარჯავს. ამიტომ ამ თვალსაზრისით ამერიკის დომინაცია გაიზრდება, მაგრამ ეკონომიკის თვალსაზრისით აღარ არის ესეთი დომინანტი. ტექნოლოგიური თვალსაზრისით აღარ არის ესეთი დომინანტი. ანუ დიფუზია ხდება განვითარებისა დანარჩენ სამყაროზე. და ჩვენ ახლა ქართველები ამაზე კი არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ამაზე კი არ უნდა ვაკეთებდეთ, რომ მე ვის ვეკუთვნი და ვის ვარ ვეკუთვნი. მე მგონი ქართველები ისეთ უნიკალურ მდგომარეობაში ვართ, რომ შენ თქვი რომ ვის ესხებ დასავლეთიდან შესხულობდით, აღმოსავლეთიდან შესხულობდით. მე თუ მკითხავ, ჩვენ ვართ პატარა ერი და ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი რესურსების სრული რაციონალური მობილიზება. ვის ესხოთ ყველასგან, ვისგანაც შესაძლებელია. ყველა ერს, ყველა საზოგადოებას, ყველა რეგიონს აქვს რაღაცა უნიკალური, რაღაცა ღირებული. ჩემი ამოცანა არა კოპირება იმ ღირებულის, არამედ იმ ღირებულის შესწავლა და ქართულ სიტუაციაზე შეთვისება, მორგება, არა მექანიკური გადმოღება, რასაც ეს ჩვენი მთავრობები ამდენი ხანი აკეთებდნენ. აი ამერიკელების მიუღებლობის განცდა იბადება იმისგან, რომ ესეთი მოუქნელი State Department-ის, ანუ სახელმწიფო დეპარტამენტის, ესეთი და ბიუროკრატიის, ესეთი მოუქნელი და უხეში მეთოდები აქვს. პირდაპირ მოვა, მექანიკურად მიცემს ესეთ პატარა ქვეყნებს, როგორც ამერიკა, რაღაცა სქემებს მართვის, სახელმწიფო მართვისა, მესამე სექტორის მართვისა და ეს ახალი ელიტა ამ პატარ-პატარა ქვეყნებში ახლად გამომწვარი. ეს მესამე NGO-შნიკური ელიტა ხდება როგორმე მიეყიდოს, როგორმე მოხდეს ამ ამერიკული დაფინანსების და ამერიკულ კავშირების ხაზზე. ხო, და როგორმე იყოს კარგი შემსრულებელი იმათი მოწოდებული სქემებისა, ისე რომ ამ სქემის არზი შეიძლება და როგორც წესი ამ სქემას ძალიან დიდი ღირებულება აქვს თავისთავად იმ დასავლურ სამყაროში. მაგრამ იმის მექანიკური გადმოღება ახდენს მთლიანად სასაცილოს
შედეგს იძლევა, აი საპირისპირო შედეგს იძლევა. ხო და აი ამ ძალად აი კუმფეხი გამოყო ესეთი ძალად ამერიკელების ძალად დასავლელების პათხალიმაჟი ეს კომკავშირული სულისკვეთ ხო კომკავშირული სულის მატარებელი ხო იგივე აი ეს მესამე NGO-შნიკური სექტორი არის მთავარი კომკავშირლები ერქვათ და ეხა NGO-შნიკები ხო და ეს NGO-შნიკური და სამთავრობო სექტორი არის მთავარი გამტარებელი ამ State Department-ის მოუქნელი ხისტი პოლიტიკისა, რომელიც საბოლოო ჯამში მათ საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა და ეს მწყინს. ამებს ყოფენ NGO-ებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო ყველას არ ვეხებინ. ხო. არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აი საგარეო დაფინანსებით წყარდებენ, მაგათ მოკლედ შემოკრებული ის აბრევიატურა არის ASO, არასამთავრობო ორგანიზაცია, ASO-ები და არის ხალხის ორგანიზაციები, რომლებიც თვითონ იფინანსებენ ხალხს. People's organizations. აი მე ხალხის ორგანიზაციებს ხალხს ურჭერ და ASO-ს ხო, ჯობია ASO-ს. ასე ვთქვათ პირდაპირ ვთქვათ, ისედაც კარგად ჟღერს ხო უფრო ვიდრე ASO და ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვართ ირაკლი, ზუსტად სწორ რამეს ამბობდა. ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ. ეხლა რო ვთქვათ, რომ ჩვენ გამოდივართ რაღაცა პომპეზური განცხადებებით, მე ვარ ქართველი, არც ის ვარ, არც ეს ვარ. რაღაცა ეგეც ზედმეტი ურაპატრიოტიზმია. არ ჯერ ჩვენ შევქმნათ ღირებული მოვახდინოთ ჩვენი საზოგადოების ორგანიზება, ჩვენი რესურსების რაციონალური მობილიზება და შევქმნათ საკუთარი პროდუქტი, საკუთარი ამოცანა, პატარა ნიშური ამოცანა დაუსახოთ. არ რა ნიშას იკავებს ქართული საზოგადოება, რომ ეკონომიკა ფუნქციონირებდეს, რომ ღია პოლიტიკური სისტემა იყოს, რომ განათლების სისტემა ისეთი იყოს, რომ ჩვენს საქართველოში კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს კონდეთ იმისთან ამუნიცია, რომ თანამედროვე ეკონომიკაში შეეძლოთ ოპერირება და არა მარტო ოპერირება, სიახლის და ორიგინალური პროდუქტის შექმნა. თუ ამას ვერ შევქმნით შენ ეხა რომ გამოდიხარ და ნაცარქექიასავით იძახი მე ქართველი ვარ არც ის ვარ არც ეს ვარ ვინ რა ხარ არაფრის შემქმნელი თუ არა ხარ არაფრის ეკონომიკას თუ არ ქმნი განათლების სისტემას თუ ვერ ქმნი მეცნიერება თუ არა გაქვს და სოლიდარული საზოგადოება თუ არა გაქვს და თანამედროვე მთავრობა თუ არ ყავს ისეთი რომელიც შეუძლია მთავარი ამოცანის ჩამოყალიბება ორგანიზება დარაზმა რესურსების მობილიზება და ამის აღსრულება შენ რას ნაცარქექიაო მაშინ სასაცილო მდგომარეობაში გამოდიხარ და არაფრის პროვოკატორი ხარ ანუ სხვა დიდ სახელმწიფოებს აძლევს საშუალებას რომ თქვას რომ ეს პატარა ქართული სახელმწიფო ჩემთვის პრობლემაა არავინ გამომგებელი აღარ გეყოლება და ჩვენი ამოცანაა რომ აი როგორც სკანდინაველებმა პატარა ერებმა მიაღწიეს ისეთ მიმზიდველ ეკონომიკას ისეთ მიმზიდველ განათლების სისტემას რომ მათი აზრი ანგარიშ გასაწევია ყველასთვის მე რეთქვი რომ მე ვარ ქართველი ვარ და მე მინდა რომ რაღაცა კავკასი როგორც სკანდინავიელი ამბობს მე სკანდინავიელი ვარო შენ მე იტყვი რომ მე ვარ კავკასიელი მანამდე ეხა შენი ბრაკაბრუქი არავის არ ჭირდება მანახე საქმე და არა ბრაკაბუქი რა იცი რა კვალიფიკაცია გაქვს რა ამოცანის დასახვა შეგიძლია რა ეკონომიკის შექმნა შეგიძლია როგორ შეგიძლია კონკურენციაში შესვლა ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქესთან განათლებისა და ჩვევების და კვალიფიკაციის თვალსაზრისით მეცნიერებაში რას ქმნი კულტურაში რას ქმნი სპორტში რას ქმნი აი ეს არის მთავარი თუ ეს არა გაქვს ცარიელი ლაყაფი იცი რამდენი აქვს ქვეყანას მოსმენილი ხანჩურს რეგიონალიზმის საკითხზე აქ იოჰან გალტუნგი რო იყო ეგ საუბრობდა და ძალიან საინტერესო იდეა არის თავისთავად კავკასიური სახლი არსებობს კიდე ნაირა გელაშვილი მოღვაწეობს თუმცა ეს იდეა ძალიან მარგინალურია სამწუხაროდ დღეს იმიტომ რომ დაპირისპირება არის კავკასიელ ერებს შორის თვითონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ჩვენ კიდე გვაქვს პრობლემები აფხაზეთში და სამაჩაბლოში თუმცა მე აბსოლუტურად გეთანხმები იმაში რომ სკანდინავიური მაგალითს უნდა მივბაძოთ ბალტიის სახელმწიფოების მაგალითს მათ ჯერ აი თანამშრომლობითი მექანიზმები მოიფიქრეს რომელიც არაჩვეულებრივი აღმოჩნდა ეკონომიკისთვისაც და პოლიტიკისთვისაც და გახდნენ ძალიან ძლიერი რეგიონი თლიანად შვედეთი, ნორვეგია, დანია, მე ფინეთიც შევერთდა ამას და ისლანდია მათთან ერთად და ახლა ეს ერთ-ერთი უძლიერესი ადგილია მსოფლიოში და ყველაზე პროგრესულობის სიმბოლოა. დავიწყოთ თანამშრომლობა სომხეთთანაც, აზერბაიჯანთანაც, მე განვაახლოთ თანამშრომლობა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან და აი ეს თანამშრომლობითი მექანიზმებით ნელა გავაძლიეროთ ჩვენი მართლა პროდუქტივ შუათ და მე უკვე შეგვეძლება ლაპარაკი იმაზე რომ მართლა საზღვრებიც გავაუქმოთ როგორც იმათმა გააუქმეს და გარდა ამისა
შექმნა ძლიერი რეგიონი კავკასიის, რომელსაც მეც ვემხრობი და მე მგონი ყველანი ვემხრობით, ვინც ჯამთელად აზროვნებს, რომელიც მერე უკვე რაღაც მართლა ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. მაგრამ მართლა საქმით უნდა დავიწყოთ და კონკრეტული პროექტებით უნდა დავიწყოთ. დეკლარაციებს ჯობია რომ კონკრეტული პროექტებით დავიწყოთ, როგორ ვითანამშრომლოთ სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, იგივე ჩვენს რეგიონებთან, რომელთანაც გამქრალი გვაქვს ურთიერთობა, ისევ ბევრი რამე ჩვენი ბრალიც არის იქ ამ კონფლიქტებში, გარდა იმისა, რომ იმპერიული ძალა იყო და ასე შემდეგ და ამას რომ მივახცევთ უკვე კონკრეტული სოციოეკონომიკური და კულტურული პროექტებით. მე ვფიქრობ, რომ უკვე ეს რეგიონალური მიდგომა ძალიან ჯანმრთელი იქნება და ძალიან ამას მომავალი აქვს ნამდვილად, ოღონდ იმ შემთხვევაში, როგორც გიამ თქვა, თუ ამას საქმე უდევს წინ და ეკონომიკური რაღაცა სტრუქტურების შექმნა დავიწყეთ და ამაზე მუშაობის დაწყება დღეს რო შეიძლება. აი თქვენს შეგიძლიათ დაიწყოთ და ჩვენც მაგალითად და კონკრეტულად ვეძებოთ გზები ამ თანამშრომლობის რაღაცა ქსელების გაბმისთვის. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ არის? გისმენთ, ჩემო ბატონო? საღამოშიდობის გისმენთ, ქალბატონო? იცით რა მინდა ვთქვა, ახლა ყველამ ვიცით, რომ საქართველოს განვითარებისთვის ხელშემშლელი პირობები უფრო მეტია, ვიდრე ხელშემწყობი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარედან. მაგრამ ნუ თუ საქართველოში ქართული პროფესიონალები ამა თუ იმ დარგში თუ სპეციალისტები არა ყავს, რომ აი დასხდნენ და ერთად იმშელონ და ერთად მოიფიქრონ ქვეყნის განვითარებისთვის რეალური გზები და რეალური საშუალება რა არის. ალო? გისმენთ, ქალბატონო? მეგონი კითხვა ხო, გასაგებია. იცით რა ჩვენ ახლა ჩამოვაყალიბოთ რა ჩვენ ვილაპარაკოთ ამაზე რა გასვა ქალბატონმა ესე მთელი ერი არ ჯდება და არ ლაპარაკობს ჩვენ უნდა გითხრათ რომ თანამედროვე აი ამ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციის პირობებში მომუშავე სპეციალისტები ყავს აი ცალხელზე ჩამოსათვლელი სამწუხაროდ ესეა ქალბატონო სამწუხაროდ ესეა მაგრამ ბედნიერება ის არის, რომ არის იმის შესაძლებლობა, რომ ესეთი სპეციალისტები და ეკონომიკური ზრდა ამ თანამედროვე პირობებში მალე ჩამოყალიბდეს და მალე მივაღწიოთ. მაგრამ ამისთვის საჭიროა აი ერის ზეპური ელიტა, კარგი გაგებით ელიტა, თავრობის ინიციატივით პატარა ჯგუფი, რომელიც ამ ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს ჩამოაყალიბებს და ამას აქცევს პრაქტიკულ პოლიტიკად. აი ჩვენ ვლაპარაკობთ, ამას ხო ეს ხო გრძელვადიანია ბატონო გია რომ ამბობდნენ 10 წლის წინ, 15 წლის წინ, 20 წლის წინ მეუბნებოდნენ რომ ეს გრძელვადიანია 10 წელს მოითხოვს 15 წელს. რასაკვირველია, პატარა მოკლევადიანია კრიზისის უცებ გაჩერება, როცა გშია უცებ უნდა რაღაცა დაიკმაყოფილოს შიში რომ სიმშილით არ მოკვდე. მაგრამ სულ ყოველთვის გექნება სიმშილით სიკვდილის განცდა და საშიშროება, შენ გრძელვადიანად თუ არ იფიქრე, როგორ დავრგა მე დავთესო მოსავალი, როგორ შევქნა ის რომ ხორბალი მქონდეს და ჩემი პური მოვიყვანო და თევზის დაჭერა შემეძლოს და ბადის სროლა ვისწავლო და ასე შემდეგ. ამ პატარა ქვეყანას ეხლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აი ეს მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური რევოლუცია და მიღწევები. ეხლა მთავარი ამოც ერთის მხრივ არის უზარმაზარი ტექნოლოგიური ბიძგი, რობოტიზაცია, ნანოტექნოლოგიები, ბიოქიმია და ასე შემდეგ და ხელოვნური ინტელექტი და მეორეს მხრივ უზარმაზარი საშიშროება და უზარმაზარი ღონისძიება ბუნებრივი რესურსების დაცვისა ადამიანები 9 მილიარდი ვიქნებით 2035 წლისათვის აი ეს ამ 9 მილიარდი და ეხა უკვე 7 ვართ ხო 7 ვართ და წარმოიდგინე თუ ამ 7 მილიარდში 15% იყო მარტო ასე ვთქვათ საშუალო ფენა რომელიც აქტიურად გამოიყენებდა მსოფლიო რესურსებს ბუნებრივ რესურსებს საკვებს ხორცს რძეს და ასე შემდეგ ეს 15% გახდება 85%. წარმოიდგინე რამხელა ზეწოლა აქვს ბუნებას. და აქედან გამომდინარე კლიმატის 85% 9 მილიარდი მოსახლეობის ისეთ მდგომარეობაში საშუალო ფენაში, რომელიც მოიხმარს იგივე რესურსებს, რასაც აი ხა წარჩინებული საზოგადოება მოიხმარს. ანუ ასეთი ზრდა არის მოსალოდნელი, თუ შესაძლებელი.
ეს არის ამ გათვლებით რაც ახლა ხდება გათვლები რას ნიშნავს ის კი ვიღაცამ ზღაპრები კი არ მოყვა ამ ტენდენცია რაც ახლა არის ზრდისა ეს თუ გაგრძელდა ვიქნებით აქამდე დაახლოებით 2002 წელს ინდოეთს ეგეთყობა ინდოეთი ახლა გახდით იქ და ეტყობა აბა რა ინდოეთი არის ჩემპიონი ზრდაში 7.5% სწრაფი ეკონომიკური ზრდა არის მაგრამ აი წარმოიდგინე 1.4 მილიონის მოსახლეობა ეს სწრაფი ტემპით რო იზრდება იმას რძე რო უნდა ხორცი რო უნდა ის რძე და ხორცი საიდან მოდის იმას დიდი რაოდენობით ფერმები ჭირდება იმ ფერმა რას აზიანებს გატყეულება ოზონის სივრცე კლიმატის ცვლილება CO2-ის გამოდინება ათასი პრობლემა ჩდება გარემოს დაცვა ყველაზე მთავარი პრობლემა არის ბუნების დაცვა და შენარჩუნება ამ პლანეტის ჩვენ ვართ იმ ტენდენციაზე რომ 5-6% გრადუსით შეიძლება გაიზარდოს ტემპერატურა წინა წელი იყო ყველაზე ცხელი წელი მსოფლიო ისტორიაში იმის წინა წელი 2014 კიდე მანამდე ყველაზე ცხელი და ესე პროგრესულად იზრდება უფრო და უფრო ცხელდება ჩვენ მაქსიმალურად ამ პლანეტას შეუძლია ატანა 2 გრადუსის მომატება ტემპერატურის იმიტომ რომ ყინული ანტარქტიკის ყინული რწმება იქნება ექსტრემული ბუნებრივი პროცესები ანუ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებით ამიტომ ყველაზე მთავარი ამოცანა ხდება ტექნოლოგიის გამოყენება როგორ დავიცვათ ჩვენ გარემო და როგორ გადავიდეთ სათბობწიაღისეულიდან გაზი ნავთობი ალტერნატიული ენერგიით ამაზე შენ დიდი ხნის წინ ლაპარაკობ ჯერ კიდევ ენრონში რომ მუშაობდი მახსოვს 99 წელს ვაშინგტონში ჩამოხვედი და ლაპარაკობდი cutting edge ამბობდი ეს ზუსტად ეს არის და ეხლა ის რასაც ლაპარაკობდით იქ ეს მოვიდა ეს ცხოვრება ის ზუსტად ევროპაში მოვიდა ამერიკაში ხო და ჩვენ ხარის ენერგია ჩვენ როდის დღე უნდა გადავი ხუდონჰეზის აშენება უნდათ მამაცხონებულებს ზოგიერთი ჩვენ ეხლა უნდა დავიწყოთ ქართულმა სახელმწიფომ ფიქრი რომ საქართველოს აქვს პოტენცია რომ იქცეს როგორც სკანდინავიელები არიან ჩემპიონები განახლებოდი ენერგიის ანუ რა არის განახლებოდი ენერგია მზის ენერგია ბიომასე ქარი პატარა ჰესებიც ასევე მაგრამ ჰესების მშენებლობა არ არის ისეთი პროგრესული და ეხლა ტექნოლოგიური გარღვევა იმ ისეთი ტემპით მიმდინარეობს ახალი თაობა მზის ბატარეებისა და ქარის გენერატორებისა უკვე კონკურენტუნარიანია იაფი ნავთობზე და გაზზე დაფუძნებული ანუ ის სიმდერივეს გამოიმუშავებს დაახლოებით რამდენსაც უფრო იაფიც ზოგიერთ ასპექტებში მაგრამ ზოგიერთში ჯერჯერობით მაგრამ ეხლა ახალი ტექნოლოგიები და ეს ახალი თაობა ტექნოლოგიებისა მიდის იქითკენ რომ ამის გაიაფება ხდება ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ ეს ნიშა ავიღოთ რომ საქართველო იყოს ჩემპიონი განახლებული ენერგეტიკის მომავლის ქალაქი რა არის იცი მომავლის ქალაქია რომ ეს ახალი ქსელი განახლებული ენერგიისა ყველა თითოეული შენობა იქნება გამომმუშავებელი ავტომატური მინი ავტონომიური პატარა ენერგიის გამომმუშავებელი სადგური ყველა შენობის თავზე მზე, ქარი და ასე შემდეგ გამოიმუშავებს და ეხლა ახალი ტექნოლოგია იქამდე მიდის რომ მოვახდენთ ბატარეებში ამის დამარაგებას ანუ ზედმეტი გამომუშავებელი ენერგიის დასაწყობებას ასე რომ ვთქვათ შენახვას და ეს არის ძნელი შენახვა არის ძნელი ამაზეც გადავდივართ ანუ და დაზოგვა ენერგიის მატერიალური რესურსების დაზოგვა 3D პრინტინგი ადგილობრივი წარმოება ანუ რადიკალურად იცვლება ეს სიტუაცია ეს ჩვენ კარგად არ ვიცით მაგრამ შესაძლებელია ის მოწინავე პროგრესის სწავლა და დაწევა ძალიან მალე ხო და ამიტომ ჩვენი პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი რადგან ჩვენ ლაპარაკობდით 15-20 წელს წინ ჯერ კიდევ რომ ეს დავიჭიროთ და მაშინ აღარ ვიქნებით ჩამორჩენილები. ჩვენი ამოცანაა დავიწყოთ მასიური ფიზიკური ინვესტიციის აშენება, ანუ გზების, სატრანსპორტო საშუალებების ეს ყვითელი ავტობუსები კი არა, დაბინძურებული, არამედ თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები. 3-4 წელიწადში უპილოტო მანქანა იქნება ჩვეულებრივი მოვლენა. დღეს როგორც მარჯვენა საჭიანი მანქანებია თბილისში ესეთი დიდი რაოდენობით 4-5 წელიწადში თბილისში იქნება უპილოტო ანუ ავტომატურ რეჟიმში მოსიარულე მანქანები. აქეთკენ მივდივართ. ამის
გზებია საჭირო, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, პორტი, აეროპორტები, ეს ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რომ ინვესტიციის სერიოზული ინვესტიციის მსროლებს გაუადვილოთ აქ ინვესტიცია. ნიშის არჩევა, რაც თქვი, განახლებადი ენერგიის ჩემპიონობა საქართველოს, ნატურალურ და ორგანულ სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული. ეს ძალიან კარგი პროგრესული მწვანე ეკონომიკის, სვადეშის ეკონომიკის ხედვა. ლოგისტიკაზე ამ ქართული დერეფანი, ამ აბრეშუმის გზის დერეფანი ამის გამოყენება, რომ ჩვენ აი ამ დიდი გზის ნაწილი ვართ. ლოგისტიკური ბიზნესი, კრეატიული ბიზნესი. ზარი არის, კიდევ ერთი ზარია ჩემბატონო. ეს ამის დაწყება, ამ ფუნდამენტების დაწყება, ეს იწვევს ეკონომიკის ზრდას და როდესაც განახლებულ ენერგიაში ინვესტიციას დებ, თავიდან დებ ეს ფული ღირს, რასაკვირველია, მაგრამ ეს ჩადებული ფული სამუშაო ადგილებს ქმნის და სხვა ადამიანებისთვის შემოსავალს და ეს შემოსავლის გაჩენა ეკონომიკას ზრდის, მაგრამ გადი ეკონომიკის ერთ-ერთი პირველი განდის ქონდა, რომელიც ამ რასისტული ელემენტების გამო თლიანად არ იმოხსენებს. მწვანე ეკონომიკა ახლა დღეს რამხელა ის არის, რამხელა კონცეფცია არა და მართლა კატინგეჯაა, რასაც ჩვენ ახლა ლაპარაკობთ. მარგინალიდან მეინსტრიმი გახდა ძირითადი. ხო და რისი თქმა მინდა იცი ირაკლი, შენ ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში თავიდან დებ ინვესტიციას, მაგრამ განსხვავებით ელექტროენერგიისა, რომელიც გამომუშავდება ნავთობზე, ქვანახშირზე და გაზზე, იმისათვის რომ შეინარჩუნო ის და ყოველდღიურად მიიღო, ყოველდღიურად იხდი ფას ნავთობში, გაზში და იმაში რა ქვია, ქვანახშირში, რაც არასტაბილურობის წყაროა და გაედინება ქვეყნიდან ეს მთლიანად და აქ კიდე განახლებულ ენერგეტიკის პირობებში, როდესაც შენ ამას დაამონტაჟებ, ამ მოწინავე ტექნოლოგიას დაფუძნებულ ასე ვთქვათ, მზისა და ქარის ენერგიას, შემდეგ გამომუშავებული ენერგია უფასოა. ეს თავდაპირველი ინვესტიცია. სკაიპივით ხდება რეალურად. ხო, შემდეგ უკვე ეს მზე უფასოა, ხო? ქარი ხო უფასოა. შემდეგ იმაში შენ ფულს არ იხდი და თან ამავე დროს მოწინავე ინფრასტრუქტურა შექმნილი გავს და შენი ქვეყანა დანარჩენი საზოგადოებისთვის მიმზიდველია. და ამის აი ჩვენ წარმოიდგინე ქართული სახელმწიფო რომ იყოს ისეთივე როგორიც იუსტიციის სახლში როგორი მომსახურება 5 წუთში როგორც იუსტიციის სახლია აი წარმოიდგინე სადაც შენ მოქალაქე როგორც კი შეხვალ ქართულ სახელმწიფოსთან კონტაქტში აი ესეთივე მომსახურება და ესეთივე სერვისები დაიწყება. ხო, ანუ პრობლემის გადაწყვეტ, შენ პრობლემაზე, მომხმარებლის პრობლემაზე ორიენტირებული მომსახურება რო გეყოლება. ეს უნდა გადაედოს პოლიტიკურ სისტემასაც, მთელ სივრცესაც. წარმოიდგინე ამ ახლო აღმოსავლეთში ქვეყნები, სადაც აი მუსულმანური ფუნდამენტალისტები, სადაც ქალებს ცემენ, ქალებს ქვებით ქოლავენ. რომელ ქვეყანას შეუძლია ესეთი თანამედროვე მოწინავე საზოგადოების მშენებლობა, პოლიტიკური საზოგადოების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწინავე მთავრობის ესეთი ლოიალური, ყველას მომკრეფი და საყოველთაო სოლიდარობის შემქმნელი საზოგადოების შექმნა, ამას თუ შექმნი, ეს ავტომატურად გაძლევს საკონკურენტულ უპირატესობას მთელ რეგიონში. აი მითხარი რომელიმე ერი რომელიმე ქვეყანა ჩვენ სამეზობლოში, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება. მხოლოდ აზერბაიჯანი, დიდი აზერბაიჯანი იზავს ამას. არა, ეხლა ზარი არის, გია ძალიან დიდი ინტერესია შენი გამოსვლის მიმართ და ამიტომ ერთ სამი ზარი გაიტიშა. ლაპარაკი ზუსტ. კიდე არის ზარი, ჩემო ბატონო? გისმენთ, კალბატონო. მოგესალმებით, ბატონებო. ბატონებო, მოგესალმებით. მოგესალმებით, გაიხარეთ, კალბატონო, გაიხარეთ. ძალიან მიხარია, რომ ხედავთ ჯამრთელს ისევ ზრუნველს თქვენს ქვეყანაზე, როგორც ყოველთვის. მე ერთი ასეთი კითხვა მაქვს, ერთი მინდა დაგიდასტუროთ, ჩემი ძალიან დიდი სიმპათია, მე ვიყავი ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელმაც თქვენ მოგეცით ხმა, როდესაც პრეზიდენტობაზე იყრიდით კენს და მე ძალიან გული დამწყდა, ეს არ შედგა. მაგრამ არა უშავს. მაქვს ასეთი კითხვა. იცით რა, ალბათ არის სამოსათვლელი ისეთი ქართველი, როგორიც განდებით თქვენ, რომელიც ზრუნავს ქვეყანაზე და რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან დიდი რესურსი იმისა, რომ გამოიყენოს ეს თქვენი, როგორ გითხრათ,
მთელი ერუდიცია მოახმაროს ამ ქვეყანას იმისთვის, რომ ოდნავ მაინც წინ წავიდეს. მრავალი წელია უკვე. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, მერე როცა იყო გარდამავალი პერიოდი, მე ძალიან კარგად გისმენდით, როცა იყო თქვენი გამოსვლები და არასოდეს არც ერთმა მთავრობამ არ ისურვა, რომ ეს თქვენი გამოცდილება რაღაცნაირად გაეზიარებია. რა არის ამის მიზეზი? თქვენ ხო ვერ ახსნით. სულ რამდენიმე ადამიანი არსებობს ასეთი და ერთ-ერთი ხართ თქვენ ბატონო გია და მე ამით ვასრულებ ჩემს კითხვას და გიხდით მადლობა წინასწარ პასუხისთვის. დიდი მადლობა. ეხლა მე შევეცდები რომ რაც შემიძლია მოგზალებულად ამ შეკითხვაზე პასუხი გავცე. ჩვენი ამოცანა ირაკლი აი ამ პირობებში იმ ხალხს, ვისაც აქვს ძალიან ცოტა არის რაც ქალბატონობის ძანა ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს პოტენცია, განათლება და არა მარტო განათლება, გამოცდილება ამ რთულ ეკონომიკურ გარემოში ფუნქციონირების და არა მარტო ფუნქციონირების, არამედ ახლის შექმნის, წინამძღოლობის, პიონერობის, არა მაჩანჩალის როლში იყო, არამედ შე რო თქვი 99 წელს, 98 წელს, როდესაც იმ დიდ ტრანსნაციონალურ კორპორაციაში მუშაობდი, ამას ამბობდიო, და ის პერიოდი დადგა ეხლა, ხო? ეს უნიკალური იმის გამო კი არა, მე რომ გამორჩეული ვარ, რაღაცნაირად მოხდა სწორ ადგილას, სწორ დროს ვიყავი და ეს გამოცდილება შევიძინე. ეხლა ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ უნდა იყოს სამთავრობო გუნდი და ამ გუნდის ჩამოყალიბება უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად აი ლაბორატორიულ რეჟიმში. ეხლა ჩვენ რაც ვილაპარაკეთ, ქართული სახელმწიფოს ნიშის ჩამოყალიბება და ამ ნიშის ყოველდღიური მშენებლობა პირადად შენი აკაპიცებული ხელებით და თან ამავე დროს შენი არ კმარა, მარტო ერთი ადამიანი არ კმარა. შენ უნდა მოახდინო სხვა ადამიანების გამოსდა, აი ამ გუნდის გამოსდა, ამ ახალგაზრდების. ირაკლი და მე რო იტყვი რომ აბა თქვენ ეხა მიდიდეთ, თქვენ გააკეთეთ. ანუ ყოველდღიურ რეჟიმში ესეთი მუშაობა უნდა ხდებოდეს, სკრუპულოზური. შენ როდესაც ხარ, შეგიძლია მსოფლიო კლასის ორგანიზატორი და ორგანიზაციის გამძღოლი, მარტო გაძღოლა ამის ფუფუნება არ აგვაქვს, ისეთი როგორც სხვა სახელმწიფოების აქვს. გაძღოლაც და გუნდის მშენებლობაც ყოველდღიურ რეჟიმში. აი ეს არის ჩემი სურვილი, ეს რო გააკეთეს. რატო არ ხდება ეს? რატო არ გააკეთეს სააკაშვილმა, რატო არ გააკეთა ახალმა ხელისუფლებამ და ეს ხელისუფლებები რატო არ აკეთებენ? ჩვენ ვიყავით შევარდნაძის დროს პოლიტიკურ ასე ვთქვათ, ტოლილობაში. მაგრამ ჩვენ შევარდნაძის რეჟიმი რო დამთავრდა და მოვიდა სააკაშვილის რეჟიმი და დღევანდელი რეჟიმის ჩათვლით ვართ ინტელექტუალურ და ზნეობრივ ტოლვილობაში, მორალურ ტოლვილობაში, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა თან ესეთ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ხდება დომინანტი სახელმწიფოების ასე ვთქვათ შეთანხმების პირობებში. აქ ძვირფასო მეგობრებო, არასდროს არ მithქვამს და ეხლა რადგანაც დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი, ეხლა ვიტყვი რომ აქ შემთხვევით ადამიანს პოლიტიკაში არ შეუშვებენ ის ადამიანები, ეს დიდი სახელმწიფოები, რომლებიც ფაქტიურად განაპირობებენ და წარმართავენ ამ პატარა სახელმწიფოს, პატარა საქართველოს ბედს. ეს ამ შეთანხმებების, ამ დიდი სახელმწიფოების, ეხლა თქვა დასავლეთი ამერიკა, რუსეთი, ალბათ მალე თურქეთი და ირანის დაემატება, აი ამათი თამაშის შედეგად წამოჩენილი მათ წიაღში გამოზრდილი ადამიანის მოყვანაზეა ხოლმე საქმე და ყველა პატარა ქვეყანას ყოველთვის ასე ვთქვათ დიდი სახელმწიფოების ცდილობენ რომ მის მმართველად მოიყვანონ მარიონეტი, რომლის ზურგს უკანაც ეს დიდი სახელმწიფო დგას და ამ დიდი სახელმწიფოს ინტერესის გამტარებელი ეს მარიონეტი. ძალიან იშვიათად ხდება ისტორიაში დიდი კატაკლიზმა, დიდი გეოპოლიტიკური ცვლილება უნდა მოხდეს, რომ რაღაცა შესაძლებლობების ფანჯარა გაიღოს და შემთხვევით ამ ქვეყნის რუსეთსა და თურქეთს შორის ომი რო დაიწყოს ან რაღაც ეგეთი ტიპის კატაკლიზმი. რაღაცა ტიპის დიდი ცვლილება, ერთი რეჟიმის მეორეთი ჩანაცვლება, რომ არსებული პოლიტიკური წყობა თავდაყირა დადგეს და აი აქ მიეცეს შესაძლებლობა ადამიანს, რომელიც არ არის
დიდი სახელმწიფოების ხელდასმული, ანუ მარიონეტი, რომელიც ხელდასმულია თავისი შვილების, თავისი წინაპრების, თავისი სამშობლოს ფესვების და თავისი სამშობლოს სიყვარულის მიერ არის ხელდასმული. ეგეთი იყო ზვიად გამსახურდა. აი ეს პატარა შანსი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიქცა და ახალი ქვეყანა, ახალი რეალობა ყალიბდებოდა, აქ გაჩნდა პატარა შანსი ზვიად გამსახურდიასი და ისიც იმ გამოუცდელობის გამო, რაც საბჭოთა სისტემაში გაზრდილი და არ ჰქონდათ ამ ხალხს ქვეყნის მართვის გამოცდილება, კატასტროფით დამთავრდა და ეხლა ესეთი დიდი ცვლილება საჭირო, რომ შენი წიაღიდან, შენი ქვეყნის ინტერესის დამცველი, დამოუკიდებელი და თან მსოფლიო კლასის უნდა იყო, რომ იმათთან დაждდე და ჭადრაკი ეთამაშო გროსმაისტერებს. შენ დამოუკიდებელი იყო და შაში ითამაშო, ვერაფერს ვერ უშველი. ეს უნიკალური კომბინაცია ძალიან იშვიათად ხდება, რომ იყო მსოფლიო კლასის სახელმწიფო მმართველი, იცოდე როგორ ოპერირებს ეს რთული მექანიზმი და რაც უფრო რთულ სიტუაციაში ამ თანამედროვე ტექნოლოგიებში, გლობალიზაციაში, ამ დაპირისპირებებში შევდივართ, მით უფრო რთულდება სახელმწიფოს მართვა და მით უმეტეს პატარა სახელმწიფოს მართვა. აი ამის გროსმაისტერი უნდა იყო ერთი და თან ამავე დროს დამოუკიდებელი შენი ქვეყნის შვილი უნდა იყო. აი ამ ორის უნიკალური კომბინაცია საჭირო და თან გარე პირობები რომ როგორმე გაძრე აქვს. თორე ეს მარიონეტები, რომლებიც სხვა დიდმა სახელმწიფოებმა მოიყვანეს და მათ დაკვეთას, მათ ინტერესებს ემსახურება, იმათ არც ეს გამოცდილება აქვთ და ვერც დამოუკიდებელ ნაბიჯს გადადგამენ ერთს თავისი. ამიტომ არის ვერც სააკაშვილმა, ვერც ივანიშვილმა ისეთი ადამიანი, როგორც თქვათ, აქ მაისაშვილზე არ არის. ადამიანი, რომელსაც ესეთი გამოცდილება აქვს. რომელიც დამოუკიდებლად აზროვნებს. და თან რომელიც დამოუკიდებელია. დამოუკიდებელს და ესეთ კომპეტენტურს აქ ეს მარიონეტი ხელისუფლება როგორ მიიღებს? პირდაპირ მათი ინტერესის წინააღმდეგ ქმედება, რამდენი არ ვეცადე სააკაშვილთან, რომ ჩამოვაყალიბეთ ეს სქემა განვითარებისა, ეს რაღაც ეტაპამდე ესენი მოდიან, მაგრამ შემდეგ ყველაფერი იყინება. ასევე ივანიშვილთან რამდენიც და სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, რომ ამაზე ვიფიქროთ, ეს ვქნათ ესეთი მიმართულება, ვაიმე რა კარგია, ამბობს, რომ მე ისეთი ქვეყანა მინდა, რომ აი მაისაშვილი რო ააშენებს, ეგეთ ქვეყანაზე ოცნებობო. მაგრამ როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, ცხადი გახდა, რომ ის დამოუკიდებელი აღარ არის ამ არჩევანში და ტექნოკრატებმა იმძლავრეს. პატარა ქვეყნის ეს მარტო საქართველოსში კი არ ხდება. ყველა პატარა ქვეყნის უბედურება ეს არის, ქალბატონო. როდესაც დიდი ქვეყნებია შენს ირგვლივ, დიდი ქვეყნები განაპირობებენ, მათ მოჰყავთ პატარა მარიონეტები და თუ არა მათი მოყვანილი სხვა ვერ მოდის. დამოუკიდებლად, ესე ვთქვათ, აი სანამ იმპერიალიზმის თავარი წესია. გასაკვირველია. იცი და სანამ ლომი ბოკვერია მაშინ შეუძლია ყველას ადვილად აი ამ ჰაინებს ადვილად გამოჰკრან კბილი. მაგრამ ეს გარემო, ეს ჰაინების ჯოგი ამ პატარა ბოკვერს ლომად არ აქცევს. ამ ბოკვერის ლომად ჩამოყალიბება არ დაუშვებს. და ჩვენ ეს გვინდა პატარა დრო რომ ეს ბოკვერი ლომად იქცეს, რომ მე რომ დაიღრიალებს და რომ დაიცავს თავის სამფლობელოს, რომ ის არის მეფე ამ ცხოველთა სამყაროში გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ ეს ზღაპარშიც არის არა, ლომებზე რო არის ცნობილია სიმბას ამბავი. მოდით ეხლა დრო ამოიწურა ჩვენი. დიდი მადლობა გიას და დიდი მადლობა მაყურებლებო თქვენ. პატივცემულო ხალხო, გაიხარეთ, იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ და მე მინდა ესე ოპტიმისტურ ნოტაზე დავამთავრო. გიამ ძალიან კარგი საკითხები წამოჭრა და მე მგონი ეს არის ჩვენი ბოლო საუბარი. კიდევ ვისაუბრებთ ამაზე ბევრს, სადაც არ უნდა ვიყოთ და ამ ეთერითაც და სხვაგანაც, რომ იმედი ვიქონიოთ ისე რომ ხალხის როლი მოიმართება, გული გადაწყვეტს, რომ იმპერიალიზმის მონაკი არ იყოს, არამედ დამოუკიდებლად მიიღოთ, მართლა ეს ლომი წამოზარდოს, ხალხმა უნდა წამოზარდოს ეს ლომი და ღმერთმა გაუმარჯოს, ღმერთმა დალოცოს, ესე იგი, ჩვენი მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჩვენი ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც დაიღუპა საქართველოს ქვეყანა, ყველა ღმერთმა დალოცოს ჩემი გია მაისაშვილი და ღმერთმა დალოცოს ბერნი სანდერსიც და გაუმარჯოს თავისუფალ ხალხს, ჩემო ბატონო, წავედით ახლა.